ეს შეცდომა, რომ მონღოლები ქრისტიანები ეგონათ, ქართველების გადასხვებსაც მოსდიოდათ. ორი მიზეზი იყო. დათვლილი აქვს მეცნიერებს, რომ მონღოლთა საუკეთესო მოისარი წუთში დაახლოებით 6-7 ისარს ისროდა. ეს საოცარი სწრაფი ისროლა. აი ვარაუდობთ, რომ ლაშა გიორგისთანაც რაღაც ასეთი მოხდა. ის დაიჭრა, ჭრილობა არ იყო სასიკვდილო, მაგრამ რატომ აღმოჩნდა დავით გიორგიძე დილექში? ეს კიდე სხვა ისტორიაა. ერთ ჩვენიერ დღეს რუსულან დედოფალმა თუ მეფემ თავის სიძეს ქეიხუსრევს რუმის სულთანს გაუგზავნა წერილი, რომ ჩემი ქალიშვილი და შენი მეუღლე თამარი გალატობს საკუთარ ბიძაშვილთან, ანუ დავით გიორგის ძესთან ერთად. დავით გიორგის ძეს ულუ არ ერქვა. ასად ქართულ წყაროში მას ულუ არ ეწოდება. ქართულ წყაროში ულუ თუ ნახსენებია, ეს არის აქედან ცოტა ხანში დავით გიორგის ძე გარდაიცვალა. ისტორიკოსი წერს, ცოლმა მოწამლა, ბასილი ეზოსმოძღვა, ბასილი ჭყონდიდელზე შური იძიაო. და აი სწორედ სადურმა იყიდა დემეტრე მეორის და თამარი. და როგორი ის არის, მეფის და იყიდა. თუ იმასთან ჯვარი არ აიყარა, ამასთან ჯვარი არ დაიწერა. თუ ამასთან ჯვარი არ დაიწერა, გიორგი მწკენვალე გამოდის უგანოშვილი. ვაჭარი მოდიოდა თბილისში, რომელსაც თევზი მოქონდა, ურემზე დაასვენეს მეფე, დააყარეს თევზი და ესე ჩამოასვენეს თბილისში. შექსპირს ცოდნოდა რა ხდება საქართველოს სამეფო კარზე, შეიძლება აქ დაეწერა ტრაგედია და არა თქვათ მეფე ლირიან ვენეციელი ვაჭარი. მივადექით მონღოლებს. აი ამ ხელა უზარმაზარი ყვითელი ფერი, ვარდისფერი, მწვანე, ეს მთლიანად მათი უზარმაზარი იმპერია და პლუს კიდე ეს ლაშქრობა, კიდე აი ეს ლაშქრობა ევროპაში კიდე. დღევანდელი პოლონეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, ეს სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპა. ნუ აი მოკლედ ეს უზარმაზარი იმპერია, მათი დედაქალაქი ყარაყორუმი და ალბათ მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპერიაა, რაც კი შექმნილა. და საუბარი მინდა დავიწყოთ აი ამ წერილით. ეს არის რუსუდანის წერილი რომის პაპისადმი. უწმინდესო პაპო, ალბათ იკითხავთ ჩვენს მდგომარეობას. ეს არის 1223 წელი. ვაუწყებ ჩვენს უწმინდესობას, რომ ძმა ჩემი ქართველთა მეფე გარდაიცვალა და მისი სამეფო მე დამრჩა, ასე რომ ვითხოვთ თქვენს კურთხევას ჩვენთვის და ყველა ჩვენი ქვეშევრდომი ქრისტიანებისთვის. ნუ მე დამიეტა, ეს არის ეგვიპტე, ეს არის მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობა, რომელიც მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებით ელოდებიან ქართველებს. ჩვენ არა გვაქვს ცნობა, რომ თქვათ პირველ 4 ჯვაროსნულ ლაშქრობაში ქართველები მონაწილეობდნენ. პირველში სავარაუდოდ ქართველები მონაწილეობდნენ ოღონდ ინდივიდუალურად, ეს არ იყო რაღაც სახელმწიფო მონაწილეობა. აი ეს მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობა არის პირველი, როდესაც აი ესე სახელმწიფოს უკვე უნდა მიეღო მონაწილეობა და აი იქიდან მივიღეთო შენი დიდებული რჩევა და ბრძანება, რათა ძმა ჩემი ქრისტიანების დასახმარებლად წამოსულიყო. ეს თავად მისი სურვილიც იყო და წამოსასვლელადაც ემზადებოდა. მაგრამ თუ თქვენს გაიგეთ, ჩვენს ქვეყანას ბიწიერ თათართა ტომი შემოესია და მან დიდი ზარალი მოაყენა ჩვენ ხალხს. 6000 კაცია მოგვიწყვიტა. ჩვენ მათგან საფრთხეს არ ველოდით, რადგან ისინი ქრისტიანები გვეგონა, მაგრამ როგორც კი მივხვდით, რომ ისინი კეთილი ქრისტიანები არ იყვნენ, მაშინვე შეერთებული ძალით შეუტიეთ მათ, 25000 კაცი დაუხოცეთ, ბევრი ხელთ ვიგდეთ, დანარჩენი გავდენეთ ჩვენი მიწებიდან. ამის გამო დავრჩით და ამის გამო ვერ მივიღეთო მონაწილეობა აი ამ ჯვაროსნულ ლაშქრობაში, მაგრამ თუ იქნება ეხლა შენი შემდგომი სურვილი, ჩვენ მზად ვართ ამ ჯვაროსნულ ლაშქრობისთვის. საუბარი არის მონღოლებზე. ხო, რომლებიც მოადგენენ საქართველოს 1220 წელია. ეხლა აქ საინტერესო რა არის ამ წერილში, რომ მათგან საფრთხეს არ ველოდით, რადგან ქრისტიანები გვეგონა. ეხლა ეს შეცდომა, რომ მონღოლები ქრისტიანები ეგონათ, ქართველების გადასხვებსაც მოსდიოდათ. ორი მიზეზი იყო, ერთი მონღოლთა ერთ ნაწილში გავრცელებული იყო ქრისტიანობა, მართალია ნესტორიანელობა და მწვალებლობა, მაგრამ მაინც ქრისტიანობა. მეორე იყო ის, რომ ისინი ებრძოდნენ მუსლიმებს. დასაწყისში, როდესაც იწყებენ ხორეზმის შაჰის წინააღმდეგ ბრძოლას, ეს მუსლიმთა წინააღმდეგ ბრძოლა, ამიტომ აქედან გამომდინარე, ეს მოსაზრება, რომ ისინი ქრისტიანები არიან, არსებობდა ცხადია, რომ ეს ქართველები ჩეცდნენ, მაგრამ ძალიან საინტერესოა ერთი რამ. ეს უბრალოდ წერს თუ მართლა ესე მოგვივიდა. თუ მართლა ესე მოგვივიდა, ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში რაღაცა მოხდა. იმიტომ რომ ჩვენ გვყავდა მსტოვრები, ჩვენ გვქონდა მონაპირეთა ინსტიტუტი,
რომელიც საზღვარს იცავდა და ევალებოდა თვალყური ედევნებინა იქით ამ მოსაზღვრე ტერიტორიაზე. ანუ როგორც ჩანს აქ რაღაცა სახელმწიფო აპარატებმა ვერ იმუშავეს. ძალიან საინტერესოა ესეთი რამ. 6000 კაცი ამოგვიწყვიტესო. მაგრამ შენო შემდეგ ჩვენ შევებრძოლეთ 25000 კაცი დაუხოცეთო და ბევრი ხალ მივდეთო. ახლა რა მოხდა რეალურად? რეალურად მოხდა ის, რომ აი აქ მდებარეობდა ხორეზმის დიდი სამეფო, რომელსაც ჩინეთის დამყრობის მერე მიადგნენ მონღოლები. ეს ყვითელი არის ტერიტორია, რომელიც მათ დაიპყრეს ჩინგისხანის ყაენის უშუალო მმართველობის დროს 1227 წლამდე. 1227 წელს ჩინგიზი გარდაიცვალა. ახლა ჩინგიზი არაფერს არ გეტყვით, უბრალოდ ეს არის კაცი, რომელმაც 1206 წელს მიიღო აღიარეს მონღოლებმა თავის ბელადად, თემუჩინი ერქვა, დაერქვა ჩინგიზი. ჩინგიზი რას ნიშნავს, განდე არავინ არ იცის. ერთ-ერთი ვერსიით შეიძლება ნიშნავს ოკეანეს, გავრცელების დიდ სივრცეს. და იწყება ეს მისი დიდი უზარმაზარი ლაშქრობა, რომ ჩინეთი მერე აი ხორეზმს მიადგნენ, დაამარცხეს ხორეზმის შაჰი მუჰამედი, რომელიც გაიქცა და ხორეზმის შაჰის მუჰამედის დევნა დაავალა ჩინგიზ-ხანმა თავის ორ საუკეთესო სარდალს, ჯებესა და სუბუდაის. და აი მუჰამედის დევნისას აღმოჩნდნენ ისინი საქართველოში, აი გამოიარეს ეს ირანის ტერიტორია, აზერბაიჯანი და მერე შემოვიდნენ საქართველოში და რუსუდანის წელის მიხედვით გამოდის, რომ ქართველებმა საერთოდ არაფერი არციან ახდება. ვინ მოადგა მისსა მათ საზღვარს, რატომ მოადგა, რანაირად მოადგა. რა თქმა უნდა, ვაშე გიორგიმ შეკრიბა ჯარი, გაიმართა ძალიან ცნობილი ბრძოლა. რაოდენობა ჯარის რაც დასახელებულია სავარაუდოდ რეალური არ არის. მონღოლები იყვნენ 20000, ეს ვიცით, იმიტომ რომ ორი დუმანი იყო, დუმანში 10000 კაცი შედიოდა და დაახლოებით 20000 კაცია. რაც შეეხება ქართველთა ჯარს, ქართველი მემატიანე წერს, რომ ქართველები იყვნენ 80000. ცოტა გაზვიადებულია. ხო, თეორიულად შეგვეძლო ჩვენ 80000 კაცის გამოყვანა, მაგრამ იშვიათი რომ ამ ხელა რაოდენობა გამოგვეყვანა. ნუ მინიმუმ ალბათ მონღოლთა ჯარის რაოდენობის ტოლფასი მაინც ვიყავით, რა. გაიმართა სამი ბრძოლა და სამეში დამარცხდით. ეხლა პირველი ბრძოლაში მარცხი შეიძლება დაუკავშიროთ მონღოლთა ბრძოლის ტაქტიკას. აი ცნობილი ტაქტიკა, როდესაც ერთი ნაწილი იწყებდა ბრძოლას, მეორე ჩასაფრდებოდა, მერე ეს პირველი ნაწილი ვითომ გარბოდა, შეგიტყუებდა სადღაც, შენ ხო არ იცი რომ ის მოჩვენებითად გარბის გონია, რომ უკან დაეხია, დაედემნე და მე აღმოჩნდებოდი აი ამ ხაფანგში და ეს გამოიყენეს პირველი ბრძოლისას, მაგრამ მეორე, მესამე, ხო, რა თქმა უნდა, თავისი როლი ითამაშა მონღოლების ბრძოლის სრულიად ახალმა ტაქტიკამ, რომელიც მანამდე თითქმის უცნობი იყო. მანამდე მოგეხსენებათ მიმდინარეობდა ესეთი კონტაქტური ბრძოლა. მონღოლებს მანდამაინც ეს არ უყვარდათ. ისინი უფრო შორიდან ისრების მეშვეობით უტევდნენ მოწინააღმდეგეს თავდაპირველად. საუკეთესო მოისრეები იყვნენ. მონღოლების სახელს უკავშირდება ისეთი გამოგონება, როგორც არის უნაგირი, ღრმა უნაგირი ქვია. ეს არის უნაგირი, როდესაც შენ ზიხარ, უნაგირი უზანგებში გაქვს ფეხები და ხელებს თავისუფალი გაქვს. ანუ ცხენის მართვისთვის აღვირი არ გჭირდება. ეს საშუალებას გაძლევს ცხენზე ჯდომისას, შენებისას ხელები თავისუფალი გაქვს, გამოიყენო მშვილდის სასროლად და ძალიან იყენებდნენ ამას. დათვლილი აქვს მეცნიერებს, რომ მონღოლთა საუკეთესო მოისარი წუთში დაახლოებით 6-7 ისარს ისროდა. ეს საოცარი სწრაფი ისროლა. წარმოიდგინეთ, ისარი უკანა გაქვს, ეს უნდა ამოიღო, შვილს მოარგო, ისროლო, თან ისე ხო არა ისროლო, არა მიზანში და წუთში 6-7 ისროლა, ეს საოცარი სწრაფი ისროლა არის და აი ეს რომ მოდის ეს მასა მობილური და აი ესე შორიდან ისრებს გესვრის, ეს იყო რა თქმა უნდა სრულიად მოულოდნელი სამხედრო ტაქტიკა. ასეა და ნუ ჩვენ კი არა უზარმაზარმა ჩვენზე დიდმა სახელმწიფოებმა, თქვათ იგივე ხორეზმა, ვერ გაუწია მათ წინააღმდეგობა. აქ მე წერს ესეთ რამეს რუსუდანი. გავდევნეთ ჩვენი მიწებიდან. ანუ რუსუდანი წერს, ჩვენ გავდევნეთ ისინი, ანუ ჩვენ ისინი დავამარცხეთ. რეალურად მოხდა ის, რომ ჩვენ ისინი ბრძოლის ველზე არ დაგვიმარცხებია, უბრალოდ მათი ამოცანა არ იყო საქართველოს დაპყრობა, მათი ამოცანა იყო დაზვერვა ტერიტორიების, გაიარეს აი ეს დარუბანდი, გადავიდნენ აი აქ სტეპებში, აქ დაამარცხეს რუსები და ყივჩაკები, მერე
გაბრუნდნენ უკან, აქ დინარე ვოლგასთან ცხოვრობდნენ ბულგარები, ვოლგის ბულგარები, რომლებიც ასევე მომთაბარე ხალხი იყო და სხვა ჩვენს მათთან მონღოლები დამარცხდნენ უკვე და მერე დაბრუნდნენ ჩინგისხანთან. როდესაც რუსუდანი წესო ჩვენ ისინი გავდევნეთ, ანუ დავამარცხეთ და გავდევნეთ, აქ ჩდება კითხვა, რომ ქართულმა საზოგადოებამ ესე აგიქვა მართლა რომ გავიმარჯვეთ, თუ ვიცით რომ დავამარცხეთ, მაგრამ რომის პაპს ვეუბნებით რომ გავიმარჯვეთ. ორივეს ვარაუდს თავისი არგუმენტები აქვს. ნუ რატო შეიძლება ქართველებს ჩაეთვალოთ რომ გავიმარჯვეთ? იმიტომ რომ მთელ საქართველოში არ გაჩერდა. კი, ბრძოლის ველზე დაგვამარცხეს, მაგრამ საქართველოში ხომ არ გაჩერდნენ. ჩვენი ქალაქების აღება ხომ არ დაუწყიათ, არა? აქედან გამომდინარე შეიძლება ჩავთვალეთ, რომ ხო, მაინც დავამარცხეთ. მეორე არგუმენტი ის არის, რომ საქართველო ითვლება უძლიერეს სახელმწიფოდ აღმოსავლეთში. რომლის იმედი აქვს ჯვაროსნებს, რომლის იმედი აქვს რომის პაპს და ასეთ შემთხვევაში რომის პაპს უთხრა რომ დავმარცხდი არ გამოდის, ხო? იმიჯი შეგელახება, გარდა ამისა, ესე რომ ვთქვათ, ძალიან არ გაეგო რომის პაპს, ხა წავაგეთ თუ მოვიგეთ რა. და შეატყობინა რომ მოვიგეთ. ანუ შეიძლება ორივეც იყო. ფაქტი არის აი შეფასება ესეთი იყო. სავარაუდოდ ქართულმა ხო, ნუ ეხლა რუსუდანის ტახტზე ასვლა, უნდა ვთქვათ, რომ გამოწვეული იყო იმით, რომ სწორედ აი ამ ბრძოლებში, სავარაუდოდ მონღოლებთან ბრძოლებში ლაშა გიორგი დაიჭრა. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარამდე ჭრილობა შეიძლება არ ყოფილიყო სასიკვდილო, მაგრამ დროთა ვითარებაში გამოეწვია სიკვდილი, ამის უმარტივესი მიზეზი იყო ანტიბიოტიკები არ არსებობდა და ორგანიზმი უბრალოდ იწამლებოდა. ასეთ შემთხვევები ბევრია, მაგალითად ყველაზე ცნობილია პუშკინი. პუშკინი არ იყო დაჭრილი სასიკვდილოდ, მაგრამ გარდაიცვალა, იმიტომ რომ ორგანიზმი მოეწამლა. აი ვარაუდობთ, რომ ლაშა გიორგისთანაც რაღაც ასეთი მოხდა. ის დაიჭრა, ჭრილობა არ იყო სასიკვდილო, მაგრამ მერე გაუმიზეზდა და საბოლოო ჯამში ალბათ ამან გამოიწვია 1223 წელს მისი გარდაცვალება, ის იყო 32 წლის. კანონიერი მემკვიდრე ვაჟი არ დარჩა, იმიტომ რომ მისი შვილი უკანონო იყო. მოგეხსენებათ, მან ველისციხელი ქალი მოიყვანა, რომელზეც თქვა, რომ ჩემი ცოლია, მაგრამ ერთი არ თქვა ცოლია და მეორეა, რომ ეს არ იყო კანონიერი ქორწინება, ჯვარი არ დაწერეს, ამიტომ მათი შვილი დავითი იყო უკანონო შვილი. მართალია გარდაცვალების წინ ქართველი ისტორიკოსის ცნობით ლაშა გიორგი იბარებს დას და ეუბნება, რომ ჩემი შვილი უნდა გამეფდეს, მაგრამ ის მცირეწლოვანი, ამიტომ შენ იმეფებ, მაგრამ როცა დავითი გახდება სრულწლოვანი, შენ მას ტახტს ჩააბარებ. მაგრამ ეს როგორი რაღაცა იყო, იცით, ამდენად შესრულდებოდა არავინ არ იცის, ისიც არ ვიცით ზუსტად ესე იყო თუ არ იყო. ყოველ შემთხვევაში მოვლენათა განვითარებამ გამოიწვია, რომ ტახტზე ავიდა რუსუდანი სრულიად მოუმზადებელი მეფობისთვის. ეხლა ქალის ტახტზე ასვლა აღარ იყო ახალი ამბავი და ქართველებისთვის უკვე მეტნაკლებად ცნობილი იყო რა უნდა გაეკეთებინათ. მაგალითად, თამარის ტახტზე ასვლისას ჩდება რამდენიმე კითხვა, რომელზეც პასუხი არ აქვს. ეს სუფთა მოდით ესე გეტყვით უკაცრავად და ტექნიკური საკითხის კითხვა ჩდება. მაგალითად, მეფედ კურთხევა ხდება საკურთხეველში. საკურთხეველში ქალის შესვლა შეიძლება. როგორ გადაწყვეტეს ქართველებმა ეს საკითხი, არ ვიცით. მეფის კურთხევის ერთ-ერთი ცერემონიალი არის მეფისათვის წელზე ხმლის შემორტყმა, როგორც უმაღლესი მთავარსარდლისათვის. თამართან აქნეს შემოარტყეს წელზე ხმალი? ხელში მიცეს? ნუ არ ვიცი, ანუ გარდა იმისა, რომ ქალის ასვლა ტახტზე იყო უცნაური, რომ იყო ესეთი თქვა ტექნიკური საკითხებიც. ეხლა რუსუდანის დროს ეს პრობლემა აღარ არის, იმიტომ ეს ყველაფერი გვეგავლილია თამართან, მაგრამ პრობლემა მეორეა. რუსუდანი არის აბსოლუტურად მომზადებელი. ვერავინ ვერ იფიქრებდა, რომ მოვლენათა განვითარება ისეთი იქნებოდა, რომ ლაშა გიორგი ესე ახალგაზრდა და კანონიერი მემკვიდრის გარეშე გარდაიცვლებოდა. ამიტომ გითხრათ, რუსუდანი მოუმზადებელია, მან არ იცის როგორია სახელმწიფოს მართვა, ნუ რა თქმა უნდა იცის იმ დონეზე, რომ მეფის შვილია და მეფის და, მაგრამ მისი ფუნქცია იყო ის გათხოვდებოდა, წავიდოდა და იქნებოდა დედოფალი. ამიტომ ძნელი სათქმელია, როდესაც რუსუდანი გამეფდა, ქართულმა საზოგადოებამ რამდენად გაანალიზა ის ყველაფერი, რაც მოხდა მონღოლებთან დაკავშირებით. იყო ეს შემთხვევითი მარცხი, რამეზე მიანიშნებდა თუ არა. ამის მერე ჩვენ მონღოლებთან შეხება აღარ აგვაქვს, ჩვენ გვაქვს შეხება აი ამ პიროვნებასთან, ეს არის ხორეზმ შაჰ მუჰამედის უფროსი ვაჟი, თქვენთვის ყველასთვის კარგად ცნობილი
ჯალალედინი. ეს არის ჯალალედინის ძეგლი ურგენჩში, ეს არის უზბეკეთის მონეტა მისი სახელით და უზბეკეთის სახელმწიფო ორდენი ასევე ჯალალედინის გამოსახულებით. იმიტომ ის ჩვენთვის არის მტერი, მათთვის ეროვნული გმირია. ეს ჩვეულებრივი ამბავია ახლა. ისინი სხვანაირად დაფასებენ, ჩვენ სხვანაირად დავაფასებთ. დევნილი იყო, მაგრამ მან მოახერხა და აი აქ ირანის ტერიტორიაზე, აი აქ დღევანდელი ირანისა და ავღანეთის ტერიტორიაზე მან მოახერხა თავისი სახელმწიფო შექმნა. მართალია უფროსი ვაჟი იყო ხორეშ-შაჰ მუჰამედის, მაგრამ მამასთან მანდამის კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე, რო არა მონღოლები, ვინ იქნებოდა მემკვიდრე მუჰამედის, არავინ არ იცის. თუმცა შექმნილ ვითარებაში ერთადერთი კანდიდატურა ჯალალედინი იყო, მან შეძლო ამ სახელმწიფოს შექმნა, სხვათვის კარგი სარდალი იყო. მართლა ბრწყინვალე სარდალი იყო, მონღოლებთან არაერთი ბრძოლა გადაიხადა და აი ამ მომენტში მონღოლებთან ბრძოლის პარალელურად შემოიჭრა საქართველოში ივანე ჯავახიშვილიძე და რამდენადაც დიდი სარდალი იყო, იმდენად ნაკლები დიპლომატი იყო, იმიტომ რომ იმის ნაცვლად რომ ქართველებისთვის შემოეთავაზებინა რომ ერთად ვიბრძოლოთ მონღოლების წინააღმდეგ, მან ჩვენ აგვაოხრა. დაგვასუსტა და ფაქტობრივად მონღოლებს საქმე გაუადვილა. თუმცა მან შემოგთავაზა ჩვენ გარნისის ბრძოლის მერე, მან ჩვენ შემოგთავაზა გაერთიანება ოღონდ ძალიან უცნაური ფორმით. მან თქვა რომ ცოლად მოიყოს რუსლანს. და ჩვენ გავერთიანდებით. რაზეც ქართველებმა სრულიად მართებულად უარი უთხრეს. სრულიად მართებულად, იმიტომ რომ რუსუდანისა და ჯალალედინის წყვილი არ იქნებოდა მაგალითად თამარისა და დავით სოსლანის წყვილი, სადაც პირველი იყო თამარი და მეორე დავით სოსლანი. აქ ცხადია პირველი იქნებოდა ჯალალედინი, რუსუდანის საერთაფერი არ იქნებოდა, ანუ ამ ქორწილებით ჯალალედინი უბრალოდ საქართველოს დაიკავებდა. ხო, ანუ ეს ფაქტობრივად არ იყო შემოთავაზება, ეს იყო დანებება. და პარალელურად ჯალალედინი საქართველოს ტოვებდა, გარბოდა მონღოლებთან საომრად, ნუ საბოლოო ჯამში დამარცხდა 1231 წელს ის მოკლეს. დევნილობაში მოკლეს. რამდენად იციან ქართველებმა რა ხდება აი ამ ტერიტორიაზე? ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ სადღაც 30-იანი წლები, 27 წელს გარდაიცვალა ჩინგიზი და ეს დაპყრობების პირველი ეტაპი დასრულდა, მაგრამ 30-იანი წლებიდან ჩინგიზის შვილიშვილები და მათ შორის ყველაზე მთავარი ბათო-ხანენი, უფროსი ვაჟის, ჯუჩის უფროსი ვაჟი იწყებს აი ამ ცნობილ დიდ ლაშქრობას დასავლეთში, რომლის დროსაც იკავებენ მთელ რუსეთს, აღმოსავლეთ ევროპას და აი ამ ლაშქრობის მომენტში შემოდიან ისინი საქართველოში. ნუ რუსუდანი არის ისე ჩვენი მეფე. მოკლედ საუბარი არის იმაზე, რომ დედასავით ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ თავის ძმასავით თავის ნათქვამა და ესეც ესე სიმღერით და დროსტარებით მართავდაო ქვეყანას. ეს მისი მონეტა არის აი RSN რუსუდან. ეს საუბრობთ მის გამოსახულებაა. მონღოლები მოადგნენ საქართველოს და ქართველებმა მიიღეს ესეთი ძალიან საინტერესო განაცხადება, რომ მონღოლებთან ბრძოლას გაშლილ ველზე ადგილი არ აქვს. იქნებ ესეთი ტაქტიკით წავიდეთ. ჩავიკეტოთ ჩვენ ციხესიმაგრეებში და იქ გაუწიოთ ყველამ წინააღმდეგობა. საკმაოდ ბევრი ციხე გვაქვს, საკმაოდ მიუდგომელი, მათი აღება გაჭირდება, მონღოლებს დიდი დრო, დიდი ენერგია დაჭირდებათ, დასუსტებიან, ამასობაში კიდე რა მოხდება, არავინ არ იცის. ვერ გეტყვით, რამდენად იცოდნენ ქართველებმა რა გააკეთა თავის დროზე ხორეშ-შაჰ მუჰამედმა. მუჰამედმაც ესე უარი თქვა ღიაველზე ბრძოლაში და ჩაიკეტა ოღონდის დიდ ქალაქებში ჩაიკეტა, ხორეშში, სამარყანდში, ბუხარაში, ურგენჩში. იმის იმედით, რომ ქალაქები გაუძლო და ერთერთმა ქალაქმა ვერ გაუძლო, ყველა ქალაქი აიგეს. აი აქაც ამ ტაქტიკამ არ გაამართლა. ნაწილობრივ იმიტომ, რომ პირველივე ციხე, რომელსაც მონღოლები მიადგნენ, ეკუთვნოდა საქართველოს ჯარების ამირსპარსალარს, ყველაზე გავლენიან ქართველ ფეოდალს, ეს არის ავაგ მხარგრძელი. ეს გახლავთ ივანე მხარგრძელის ვაჟი, ზაქარია მხარგრძელის ძმისშვილი. და მოხდა ძალიან სამწუხარო რა, ავაგ მხარგრძელი მონღოლებს შეუთანხმდა. მონღოლებმა უთხრეს, რომ ხელს არ გახლებთ, სამფლობელო დაგჭირება, ყველაფერი დაგჭირება, შენგან ვითხოვთ ერთადერთ რაღაცას, ჩვენი ვასალი ხართ და ხარკს გადაგვიხთ. ასეც პრინციპში ავაგი დათანხმდა. მიზეზი ავაგის გადასვლისა, ხა ზუსტად არავინ არ იცის, მან გათვალა, დაწონა, მიხვდა ბრძოლას აზრი არ ქონდა და გადავიდა მონღოლების მხარეს. არის კიდე ერთი ესეთი საინტერესო მიგნება, ნიკო ბერძენიშვილს ეკუთვნის, მონღოლები რომ მოდიან, მათ მოყვებათ ერთი ძველი ქართული საგვარეულოს წარმომადგენელი, ეს არის დიახ, ეს არის ტარსაი ჯორბელი.
საქმე იმაშია, რომ ორბელთა აჯანყების მერე, როდესაც ორბელები დაემცრნენ, მათი ადგილი დაიკავეს ხარგზელებმა. ზუსტად მათი ადგილი, მათი პოზიცია, მათი გავლენა და ავაგმა ეთყობა ეს ჩათვალა, რომ ეხლა მე თუ დავმარცხდი, არა მარტო დავმარცხდები, არამედ ის ორბელი გაიმარჯვებს და ჩემს თელ საგვარეულოს საფრთხე ემუქრება. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი არის გადასვლა მათ მხარეს. ეხლა წარმოიდგინეთ, როდესაც მთავარსარდალი გადადის მონღოლების მხარეს, მას ხვებმა მიბაძეს და პრინციპში არავინ აღმოსავლეთ საქართველოში არ იბრძოლა. როგორც კი რუსეთმა გაიგო, რომ მონღოლები მოდიან, თბილისი დატოვა, დასავლეთ საქართველოში გადავიდა. თბილისის ციხის თავს უბრძანა, რომ ქალაქი გადაწვიო, ოღონდ ისე გადაწვაო, რომ სამეფო სასახლე არ დაწვაო. სამეფო სასახლე სავარაუდოდ მდებარეობდა მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, იქ სადაც დღეს არის მეტეხის ტაძარი, აი მეტეხის ტაძრის გაყოლებაზე დღეს სადაც აი ეს აივნიანი სახლებია, აი სადღაც იქ მდებარეობდა როგორც ჩვენ სამეფო სასახლე. ციხისთავი არის მუხა-მუხაზე, რომელმაც მეფის ბრძანება შეასრულა, ქალაქი გადაწვა, მათ შორის სამეფო სასახლეც. ერთადერთი პიროვნება, რომელმაც სამხრეთ საქართველოში გაუწია წინააღმდეგობა მონღოლებს, ეს იყო ივანე ყვარყვარე ციხისჯავრელი ჯაყელი. ორი სახელი აქვს ამ კაცს, ივანე და ყვარყვარე. გვაქვს ჩვენ საქართველოს ისტორიაში ესეთი შემთხვევები, როდესაც ორი სახელი აქვს ფეოდალებს, მაგალითად კონსტანტინ კახი, მიქელ გობრონი, ქობულ სტეფანოსი. ვარაუდი ესეთია, ერთი არის ოფიციალური ნათლობის სახელი, ივანე, მეორე არის ესეთი სახელი, რომელთაც მას ყველა ეძახდა, რა ყვარყვარე. თვითონ ყვარყვარე რას ნიშნავს, ამას ვერ გეტყვით. ვერსიები არც გამინგია. ერთადერთი რაც ყვარყვარემ იტყო, ეს იყო, რომ პატიოსნად მოიქცა, მეფეს თხოვა, რომ თუ შეიძლება მონღოლებს დავნებდები და დანებდა. შეიქმნა ვითარება, როდესაც აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოს მონღოლებმა დაიკავეს, დასავლეთ საქართველოში არის მეფე. მონღოლები დასავლეთ საქართველოში არ გადადიან. რუსეთთან შეუძლია დატოვოს ვითარება როგორც არის ისეთი, მაგრამ ასეთ შემთხვევაში სამეფო გამოდის ორად გაყოფილი. ხო, ერთი რამ არ დაგვავიწყდეს, 1230 წელს ჯერ კიდე ჯალალედინის ლაშქრობის დროს, ქუთაისში ყოფნისას რუსუდანმა მეფე დაკურთხა თავისი 5 წლის შვილი დავითი. ეხლა რუსუდანს სერიოზული პრობლემა აქვს, ეს არის ტახტის ლეგიტიმაცია. კი, მისი ძმისშვილი უკანონო შვილია და ქართული სამართლით არ ეკუთვნის ტახტი, მაგრამ მოიხსენებათ, თუ ვინმე გამოჩნდა მსურველი, გამოიყენებს ამას და იტყვის, რომ ბაგრატიონია რა მოხდა ახლა, კანონიერია უკანონოა, ბაგრატიონია. ამიტომ ეს არის აი ესეთი წინწრებად გადადგმული ნაბიჯი, რომ მე ჩემი 5 წლის შვილი მეფედ ვაკურთხე, ანუ ეს მეფეა. მეფედ კურთხევას დაეჭრნენ დასავლეთ საქართველოს ფეოდალები, იმიტომ აღმოსავლეთ საქართველოს ფეოდალები უბრალოდ ვერ გადავიდნენ, შექმნილი მძიმე ვითარებისა და გამო. მაგრამ დავითი ცოცხალია. ანუ ორივეს დავითი ქვია. დავით გიორგის ძე ცოცხალია და როგორც ჩვენ რუსუდანისთვის წარმოადგენს საფრთხეს, სერიოზულ საფრთხეს, იმიტომ რომ როდესაც რუსუდანმა თავისი ქალიშვილი, უმცროსი ქალიშვილი თამარი გაათხოვა რუმის სასულთნოზე, აი რუმის სასულთნო, აქ ეს ის რუმის სასულთნოა, რომელიც ჩვენ დავამარცხეთ ბასიანის ბრძოლაში და დავამარცხეთ რუმის სულთანი რუქნადინი. საინტერესოა, თამარმა დაამარცხა რუქნადინი და თამარის შვილიშვილი ცოლად გაყვა რუქნადინის ძმისშვილს. თამარისთვის ვინმეს ესეთი რამე თქვა, არ ვიცი რა იქნებოდა მისი რეაქცია. და როდესაც რუსუდანმა თამარი გაგზავნა რუმში, მასთან გააყოლა თავისი მამიდაშვილი დავითი, ანუ განარიდა აქედან. და რუსუდანს შეუძლეს იგი დარჩეს ქუთაისში, ან აღიაროს მონღოლთა უზენაესობა და აღადგინოს ქვეყნის ერთიანობა. ამ შემთხვევაში რუსუდანმა მიიღო აბსოლუტურად მართლმორალი გადაწყვეტილება. ის იწყებს მონღოლებთან მოლაპარაკებას. პირობები არის ესეთი, რომ ჩვენ თავს ვაცხადებთ დამარცხებულებად, გადავიქცით ხარკს, გამოვიყვანთ ჯარს და ჩვენს მეფეს დაამტკიცებს დიდი ყაენი. დიდი ყაენი აი ყარაყორუმშია. ეხლა ეს მონღოლთა უზარმაზარი სივრცე რამდენიმე სახელმწიფოთ არის დაყოფილი, ხო? დიდი ყაენი ზის ყარაყორუმში, მაგრამ ყველგან არიან თავისი პატარა მართველები, ყველაზე ძლიერი სახელმწიფო რა თქმა უნდა არის ოქროსურდო, რომელიც ბათომ დაარსა და მერე მისი ძმა ბერქა. და სადღაც 50-იან წლებში აი ამ ტერიტორიაზე ჩინგის ყაენის კიდე ერთი შვილიშვილი ჰულაგუ ნოინი შექმნის თავის სახელმწიფოს, ვილხანთა სახელმწიფოს. ქართველები ჯერ ჩადიან ბათოსთან, იმიტომ რომ ჯერ ესეთი ახლოს არის, მერე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კაცია და იქიდან მერე მიდიან ყარაყორუმში და ეს ზავი იდება. ეხლა რუსუდანი როგორც ფიქრობს ესე ზავი დაიდო კარგი. ეხლა ჩემი შვილი უნდა ჩავიდეს ყარაყორუმში,
იქ დამტკიცდეს მეფე და უნდა დაბრუნდეს. ეს საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდია, იმიტომ რომ ეხლა საქართველოსთან ყარაყორუმში რო წახვიდეთ, თვითმფრინავით მინიმუმ ალბათ 8 საათი გჭირდება, 8-9 საათი. წარმოვიდგინოთ, მაშინ ცხენით უნდა იარო, ოდესაც დღეში გადიხარ სადღაც 55-60 კილომეტრს. და რამოდენიმე, არ ვიცი, რამდენი ალბათ 5-1000 კილომეტრი მაინც არის, რომ გაიარო. მინიმუმ 1 წლის ამბავია. ამიტომ რუსუდანმა ჩათვალა ეს თირამე, რომ სასწრაფოდ ჩემი შვილი გავგზავნოთ ყარაყორუმში, რომ სანამ მე ცოცხალი ვარ ჩამოვიდეს, იმიტომ რომ კი ვაკურთხეთ მეფედ, კი დავითი გიორგიძე საქართველოსთან გავაძევეთ, მაგრამ ეს ლეგიტიმაციის საკითხი დგას და რუსუდანის გარდაცვალების მერე რა მოხდება, არავინ არ იცის. ამიტომ რუსუდანი ძალიან ჩქარობს და დავით რუსუდანის ძე მიდის ყარაყორუმში, თუმცა რუსუდანი გარდაიცვლება ისე, რომ შვილისაგან ინფორმაცია არ აქვს. და მივიღეთ სიტუაცია, ოდესაც ქართველებს მეფე არ ყავს. ამით სარგებლობენ მონღოლები და იწყებენ თავისი ადმინისტრაციული ერთეულების შემოღებას. კერძოდ რა? დუმნებად ყოფენ საქართველოს. ეხლა დუმანი ნიშნავს, ეს არის სამხედრო ადმინისტრაციული ერთეული, საიდანაც გამოდის 10,000 კაცი. საქართველო იყოფა 7 დუმნად, 5 არის აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში და 2 დუმანი არის დასავლეთ საქართველოში, რომელიც არ დაუპყრიათ, მაგრამ მაინც ვასალია მონღოლების. ეს საქართველოში ცოტა უცნაურად მოხდა, დუმანი საქართველოში არ ნიშნავს, რომ იქიდან მანდ-მაინც 10,000 კაცი გამოდის. უბრალოდ მონღოლებმა გამოყვეს 7 კაცი, ვისაც საქართველოს ცალკეული რეგიონები ჩააბარეს. ეს რეგიონები განსხვავდება ერთმანეთისგან ფართობით, ტერიტორიული მოცულობით და მოსახლეობის რაოდენობით. მაგალითად, შიდა ქართლი იყო ერთი დუმანი, გრიგოლ სურამელი მართავს და დასავლეთ საქართველოში სულ 2 დუმანი იყო. ხო, ცოტნა დადიანი და რაჭის-ერისთავი კახაბერიძე მართავდა. ამიტომ ეს მანდ-მაინც ესე არ უნდა გავიგოთ, რომ 7 დუმანის 70,000 კაცია და ყველა დუმნიდან გამოდის 10,000 კაცი. არა, ესე არ არის. თუმცა ნიშანდობლივია, რომ ეს არის მონღოლთა მცდელობა შემოიტანონ თავისი მმართველობა. სარგებლობენ იმით, რომ მეფე არ აქვს. აი ეს არის სწორედ ის დრო, როდესაც ხდება თქვენთვის ყველასთვის კარგად ცნობილი, ეს არის ცოტნე დადიანი და ეს არის კოხტისთავის აჯანყება, რომელზეც ახლა მე ბევრს არ გესაუბრებით, ეს იმდენად ცნობილი ამბავია. მონღოლებმა იცოდნენ აშკარად ჩემი აზრით, რატო შეიკრიბნენ ქართველები, არ იყვნენ მონღოლები ესე გულუბრყვილოვნი, რომ დაეჯერებინათ, რომ ქართველები იმიტომ შეიკრიბნენ, რომ ხარკის გადახდაზე საუბრობდნენ. უბრალოდ მონღოლებმა ან ყოველ შემთხვევაში იმ ერთმა ნუინმა, რომელიც მაშინ იყო ანისში, მასზე ძალიან დიდი გავლენა იქონია ცოტნე საამ გმირმა საქციელმა. მან თავი გაწირა. ცოტნე თავისუფლად იცხოვრებდა ოდიშში, კაცშვილი მასთან ვერაფერს ვერ გააკეთებდა, მაგრამ მან გადაწყვიტა ყოფილიყო იმ ხალხთან ერთად, ვისთანაც განიზრახა ამ ყველაფრის გაკეთება, ჩავიდა ანისში, იცით თქვენ და უთხრა, რომ თუ უდანაშაულო ჟით, მეც უდანაშაულო ვარ. მე აქ მემატიანე წერს, რომ ცოტნემ გააკეთა ყველაზე მთავარი, რაც ადამიანის ფუნქცია არის, თავი გაწირა თავისი მოყვასისათვის. მაგრამ აი ამ ცოტნეს, აი კოხტისთავის შეთქმულება, იმ დროს შექმნილმა ვითარება, მეფე არ არის, ეს ფეოდალები ნელ-ნელა ერთმანეთს უპირისპირდებიან, მედროვეები ჩდებიან, მაგალითად გამოჩნდა ესეთი კაცი, ეგარსლან ბაკურციხელი, რომელიც ძალიან დაწინაურდა მონღოლების გამო, ყველაზე პირველი გახდა. ამან გამოიწვია სხვა ფეოდალების ქიშ. მოკლედ, ქვეყანაში არ არის კარგი ვითარება. საეკლესიო მიწები უპატრონოთ არის, ფეოდალები იწყებენ საეკლესიო მიწების დაპატრონებას. და ყველა ხვდება, რომ ეს არის სიტუაცია, რომელიც აწყობს მონღოლებს, მაგრამ არ გვაწყობს ჩვენ. და ეძებენ გამოსავალს. აი აქ ვის, როდის გაახსენდა, რომ არის კიდე ერთი ბაგრატიონი. მართალია საქართველოში არა, მაგრამ არის და უფრო ახლოს ვიდრე ყარაყორუმია და ეს არის დავით გიორგიძე, ჩვენ არ ვიცით. ჩვენ ვიცით უბრალოდ, რომ ქართველმა ფეოდალებმა გადაწყვიტეს და გაიგზავნა დელეგაცია რუმის სასულთნოში, რათა დავით გიორგიძე დააბრუნონ. რუმის სულთანმა ქეიქუსრევ მესამე უთხრა, რომ დავითი ალბათ გარდაცვლილია, იმიტომ რომ მე ის ჩავაგდე დილეგში. რატომ აღმოჩნდა დავით გიორგიძე დილეგში? ეს კიდე სხვა ისტორიაა, მე არ ვიცი რამდენად რეალურია ის, რასაც ახლა მე თქვენ გიამბობთ, მაგრამ ასე წერია აჯანთა აღწერელთან. ერთ ჩვენიერ დღეს რუსუდან დედოფალმა თუ მეფემ თავის სიძეს ქეიხუსრევს რუმის სულთანს გაუგზავნა წერილი, რომ ჩემი ქალიშვილი და შენი მეუღლე თამარი გალატობს საკუთარ ბიძაშვილთან, ანუ დავით გიორგის ძესთან ერთად. მიზანი რა არის? მიზანი არის ის, რომ სულთანი გაბრადეს და დავითი მოკლას. რა მოვა თამარს, არ ვიცი, უსტანი ამაზე საერთოდ დაინტერესდა? ნუ თამარი გამუსლიმდა.
უბრალოდ ისლამი მიაღებინა ქეიხოსრევმა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არ ვიცი რამდენად ზუსტი და სწორია ეს ინფორმაცია, შეიძლება ეს არის უბრალოდ რუსუდანზე კიდე ერთი მორიგი მოგონილი ამბავი მისი ავტორიტეტის დასაცემად, მაგრამ ისტორიულ წყაროში ესე წერია და მე სულ ვამბობ, თუ კი ეს მართალია, ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორი პიროვნებაა რუსუდანი და როგორ პიროვნებასთან გვაქვს ურთიერთობა, რა. საკუთარი შვილიც კი გაწირა, იმისთვის რომ საკუთარი ძმისშვილი დაეღუპა. მაგრამ გადარჩა, დავით გიორგიძე გადარჩა, მას ყავდა იქ თავისი მსახური სოსანა, რომელიც არავის არ დაუპატიმრებია და არავის არ ჭირდებოდა. სოსანა მთელი ამ წლების მანძილზე პატრონობდა დავით გიორგიძეს, ანუ როგორც ჩანს მოისყიდა ციხის მცველები, უგზავნიდა საჭმელს, სასმელს, როგორ ახერხებდა ამას რთული სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ მან გადაარჩინა დავით გიორგიძე და ოდესაც ქართველებმა უთხრეს რომის სულთანს, რომ ეგებდა ცოცხალია, იმიტომ რომ როგორც კი ქართველები გამოჩნდნენ ქალაქში, სოსანა მათთან მივიდა და უთხრა, რომ დავით გიორგიძე ცოცხალიაო. ყოველ შემთხვევაში დავით გიორგიძე აღმოჩნდა ცოცხალი, ჩამოიყვანეს საქართველოში, ისიც არ ვიცით რა უთხრეს, როგორ მიიღეს, უთხრეს, რომ შენ უკანონო შვილი ხარ, მაგრამ ჩვენ არ აყვავს სხვა ბაგრატიონი, ასე თუ ისე მასაც შესთავაზეს ყარაყორუმში წასვლა. წავიდა დავით გიორგიძეც ყარაყორუმში და იქ ჩასულმა აღმოაჩინა, რომ მისი მამიდაშვილი ჯანმრთელია, სრულიად სახსალამათი, აქ ელოდება მეფობას და შეიქმნა ძალიან საინტერესო ვითარება. ორი დავითი, ორივე ითხოვს საქართველოს მეფობას, ხო? ორი მარინე, ორი გიორგის ასული და ახლა იგივეა. იცით რა, სამეცნიერო ლიტერატურაშიც არის ეს მოსაზრება და მეცნიერთა შორისაც გამოთქმულია, რომ აი მონღოლებთან არ იყო კანონიერი და უკანონო შვილი, ანუ არგუმენტები რა არის? დავით რუსუდანიძის არგუმენტი ის არის, რომ დავით გიორგიძე უკანონო შვილია. და დავით გიორგიძის არგუმენტი ის არის, რომ დავით რუსუდანიძე ქალის შვილია და ქალით მემკვიდრეობა არ გადადის. აი რომ მონღოლებისთვის ყველა შვილი კანონიერია და ამიტომ მათ გადაწყვიტეს, რომ დავით გიორგიძეც და დავით რუსუდანიძეც გამეფებინათ. მე რომ მკითხო მონღოლებს, რომ დომოდა ძალიან კარგად გაარკვევდნენ რა არის კანონიერი, რა არის უკანონო და ვინ არის კანონიერი და უკანონო შვილი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ მონღოლებს ხადია თქვენ ხვდებით, აწყობდათ ორი მეფეა რა, ორი მეფე, ერთმანეთთან დაპირისპირებული, მონღოლებისთვის გენიალურია. და მათ ორივე დანიშნეს მეფედ. ნუ გავრცელებული მოსაზრებით დავით გიორგიძეს უწოდეს ულუ, იმიტომ რომ იყო უფროსი, ხოლო დავით რუსუდანიძეს უწოდეს ნარინი. მაგრამ ეს მე მგონი, მე ვეთანხმები იმ კოლეგებს, რომლებიც ამბობენ, რომ ეს არ არის მანდ სწორი ინტერპრეტაცია. დავით გიორგიძეს ულუ არ ერქვა. ასად ქართულ წყაროში მას ულუ არ ეწოდება. ქართულ წყაროში ულუ თუ ნახსენებია, ეს არის ჰულაგუ-ყაენი. ასე რომ ის არის დავით გიორგიძე, არანაირი ულუა. ჩეხება დავით რუსუდანიძეს ხომას ნარინი ერქვა ნამდვილად, მაგრამ ნარინი არ ნიშნავს მანდ უმცროს. ჩვენ თბილისში გვაქვს ნარიყალა. ყალა ნიშნავს ციხეს, ნარინ ყალა ნიშნავს ლამაზი ციხე. ნარინი ნიშნავს ლამაზსაც და იმ დახასიათებაში, რომელიც ჩვენ გვაქვს დავით ნარინის წერია, რომ მართლა ლამაზი იყო. აი ეს არის იმდროინდელი ვითარება, ესე იგი საქართველოს. აი ეს მონეტა. ორი მეფე, 1, 2 და წარწერა მეფეთ მეფე დავითი, მეფე დავითი. რომელი არ ვიცი. უფრო ვარაუდობთ მაინც, რომ მეფეთ მეფე ალბათ დავით გიორგიზეა. მაინც. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია. ნიშნავს, რომ მეფე მეფეთ მეფეს ემორჩილება, არა? არანაირად. ისინი თანასწორები არიან, ჟამთა აღწერილი წერს, რომ მე პირადად ნანახი მაქვს მათ მიერ ორივეს მიერ მოწერილი დოკუმენტი. მეფე დავითი ვამტკიცებ, მეფე დავითი ვამტკიცებ. ორივე სახელით მოჭრილი მონეტა და ასე რომ ისინი თანაბარი არიან. უფლებრივად ისინი აბსოლუტურად თანაბარი არიან. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მოვალეობა, რომელიც ჩვენ დაგვეკისრა, ეს არის მონღოლთანებთან ერთად ჯარში წასვლა. მძიმე არის ორი რამის გამო. ნუ ჯერ-ერთი სხვის ომში მიდიხარ და ეს თავისთავად რთულია და მეორე არის ის, რომ მონღოლთა ჯარში საკმაოდ გავრცელებული იყო ეპიდემია. როგორც ერთი ჩემი ლექტორი, უფროსი ლექტორი ამბობდა, მაპატიეთ მონღოლებს ტანზე ეზდებოდათ ფლორა და ფაუნა. ანუ მათი დამოკიდებულება ჰიგიენისადმი და ის რის მიმართაც მათ ჰქონდათ, თქვათ, იმუნიტეტი, ქართველებს არ ჰქონდათ.
ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ქართულ წყაროში არაერთხელ არის ნახსენები სალმობა, მუცლით სალმობა, რომლის შედეგადაც გარდაიცვალა დავით გიორგიძის უფროსი ვაჟი გიორგი, საბოლოო ჯამში თვითონ დავით გიორგიძეც ამითი ძალიან ცუდად იყო და ძლივს გადარჩა. მოკლედ ეს ეპიდემიები, რომელიც ჯარს ჩამოაგდა, აქ ვრცელდება. ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან გართულდა, იმიტომ რომ მონღოლებმა დაგვაკისრეს არაერთი გადასახადი. გადასახადი არის ვაჭრობაზე, ხელოსნობაზე, სოფლის მეურნეობაზე, პირუტყვზე, ყველაფერზე არის გადასახადი. მანამდე არსებული გადასახადები არავის არ გაუქმებია. ანუ მწარმოებელი, გლეხი, ხელოსანი, ვინც იქნება, იხდის ძველ გადასახადს, იხდის ახალ გადასახადსაც, მონღოლის გადასახადს. ამას ემატება, სადღაც უკვე 50-იან წლებში დაწყებული დაპირისპირება ოქროს ურდოსა და ილხანებს შორის. დაპირისპირების ასპარეზი არის სამხრეთ კავკასია. წარმოიდგინეთ, ეხლა ეს ორი ურდო ერთმანეთს ებრძვის საქართველოს ტერიტორიაზე, ასეთ პირობებში სოფლის მეურნეობის წარმოება შეუძლებელია. მოსახლეობა გარბის, მიწა არ მუშავდება, შემოსავალი არ არის. გაუჭირდა ფეოდალსაც, იმიტომ რომ შემოსავალი არ აქვს, მონღოლის გადასახდელი აქვს, ვერ იხდის, გადასახადის გადახდაზე მონღოლები ძალიან მკაცრები იყვნენ. ამიტომ ფეოდალს არ რჩება, ფეოდალს რჩება, რომ გაყიდოს მიწა. 1260 წელს ძალიან ცნობილი ქართველი ფეოდალი კახა თორელი ყიდულობს სოფელ ხოვლეს, რომელსაც შესწირავს კონის მონასტერს. და წერს, რომ ერთი სოფელი ხოვლე 3 კაცს ჰქონდა ნაყიდი. ამ 3-დან ერთი არის ებრაელი, ერთი სომეხი და ერთი მუსლიმი. ასეთი არა ქართველი, ხო? აი ესეთი რთული ვითარება შეიქმნა, ანუ მოსავალი არ არის, მიწები იყიდება, მიწები იკარგება და რაღაც გამოსავალია მოსაძებნი. ერთადერთი აი ფეოდალთა ელიტა შედარებით უკეთ არის, იმიტომ რომ ესეთ შემოსავალისას დიდი ქონდა, მიწები დიდი ქონდა, ამ კახათორელს მაგალითად კიდე წერია, რომ ჯოგი ყავს უზარმაზარი და გარდა ამისა მონაწილეობენ ამ მონღოლთა ლაშქრობებში და მონღოლთა ლაშქრობებში მონაწილეობა გარკვეული ალაფი არის. 1258 წელს მონღოლებმა აიღეს ბაღდადი, ეს უმდიდრესი ქალაქის სასულთნოს ცენტრი, მერე ხალიფას რეზიდენცია და გაძარცვეს ქალაქი და იქ დიდი ქონების შოვნა შეიძლებოდა, მაგრამ მოხდა ეს თირამე მონღოლებმა ქალაქი ჩაკეტეს. ვერ არის რომ ვერ გამოეტანა იქიდან ინდივიდუალურად ვერ გამოეტანა ქონება და ქართველი ისტორიკოსი წერს, რომ ორი მეთოდით ხდებოდა ბაღდადიდან ქონების გამოტანა. პირველი მეთოდი არის ესეთი, რომ ხმალი უნდა გადატეხო. ხმალს გადატეხავ ქარქაში ჩაყრით ძვირფას ქვებს, ოქროს მონეტებს, რაღაცებს და გადატეხილ ვადას გავუკეთებ ქარქაშს. ხმალია, ხო არ გეტყვიან ამოიღე მანახი ხმალია თუ არა. მაგრამ ქარქაში ვიწროა რა შედარებით. ვერ გამოიტან. მეორე მეთოდი ცოტა რთული გასაკეთებელია, მაპატიეთ ახლა რასაც გეტყვით. მეორე მეთოდი ესეთია, რომ გვამი უნდა გაკვეთო. გვამი გაკეთო და გვამში ჩატენო ეს ყველაფერი, მე გვამი გაკერო, ჩააცვა, ცხენზე გადაკიდო და გამოხვიდე. მე მონღოლი რო გკითხავს, ვინ არის, ეთქო ჩემი გარდაცვლილი მეგობარი, რომელიც უნდა გავასვენო. ასეც მონღოლი მოკლედ ქართული ისტორიკოსი წერს, რომ ამ ორი მეთოდით გამოქონდათ ქონება ბაღდადიდან. და სხვა შორის თვითონ კახათორელიც წერს, რომ ხო აი ეს ბაღდადის ქონება მასაც ჰქონდა რაღაც დონეზე. აი ამ მონღოლთა ლაშქრობებში მონაწილეობა არ ხო და ყველაზე მთავარი მონღოლებმა აღწერეს საქართველოს მოსახლეობა და ისტორიკოსი წერს ესეთ რამეს, რომ ანუ 9 ოჯახმა უნდა უმზრუნველყოს ერთი მეომრის გამოყვანა. და ისტორიკოსი წერს, რომ ესე გამოდის 90,000 მეომარი. ელემენტარული არითმეტიკული მოქმედებაა, 90,000 მეომარი, 9 ოჯახიდან ერთი, 900 ვამრავალეთ 90,000-ზე, ვიღებთ 810,000 ოჯახი, 810,000 ოჯახი, საშუალოდ თითო ოჯახში 5 კაცი, სადღაც 4 მილიონი გამოდის. ამაში არ შედის სავარაუდო დასავლეთ საქართველო, ამაში სავარაუდოდ არ შედის საეკლესიო მიწები, იმიტომ რომ რა მოხდა, მონღოლებმა ეკლესია განთავისუფლება გადასახადისმებრ. ეკლესია არანაირ გადასახადს არ იხდის. თუ თქვენი შვილი არ კითხულობს, მაშინ ეს ის ადგილია, სადაც უნდა გვესტუმროთ.
ფასკუნჯი გურამ მეგრელიშვილის წერის საავტორო სკოლა. გადასახადს იხდიდა ქართული ეკლესია, მათ შორის ქართულ სახელმწიფოსაც უხდიდა ეკლესია გადასახადს, იმიტომ მაგალითად გიორგი მესამემ გაანთავისუფლა ეკლესია გადასახადისაგან, რომელზეც წერს, რომ გაანთავისუფლე უკანონო გადასახადისაგან, მაგრამ გაანთავისუფლა ტახტზე ასვლიდან 20 წლის მერე. 20 წელი რატო ელოდა? გაანთავისუფლა დემდა უფლისწულს აჯანყების მერე. როცა გაუჭირდა და დაჭირდა ეკლესია. იხდიდა ეკლესია უხდიდა გადასახადს სახელმწიფოს. სახელმწიფოც აძლევდა ეკლესიას გარკვეულ თანხას, ის იხდიდა. ხო და მონღოლებმა უბრალოდ გაანთავისუფლეს, არანაირ გადასახადს ეკლესია არ იხდის. ხო, ესეც ალბათ მონღოლთა პოლიტიკის ისეთ საინტერესო შედეგია, მათი აი კოლონიალურ შეიძლება ისე ითქვას, დამპყრობლური პოლიტიკის შედეგია. მონღოლები მანდამაინც მკაცრი დამპყრობლები არ არიან, თუ შენ ასრულებ პირობებს, რაც დაგაკისრეს. ანუ იხდი ხარკს, ხარ მშვიდად, ხო, არავინ ასრულებს შენს მოვალეობებს, ანუ მაგრამ თუ ურჩობ, ხო, იქ ძალიან გსჯიან, იქ სერიოზულად გსჯიან. და რას მოვაყოლე ეს ყველაფერი? ხო, რაოდენობას, ანუ არ შედის საეკლესიო მიწები და ნუ არ ვიცი ხლა, იცით აქ უკვე მანიპულაციის ამბავია. ოჯახში შედის 5 კაცი თუ 8 კაცი. რამდენი ტერიტორია შედის. მოკლედ, ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ნუ მინიმალური რიცხვი, რაც მე მინახავს, არის საქართველოს მოსახლეობა ამ დროს დაახლოებით 4 მილიონი და ნუ ადის ფანტასტიკურ 12 მილიონამდე. სიმართლე გითხრათ, ეს 4 მილიონი ძალიან საეჭვოა. სავარაუდოდ ამ დროს საქართველოში 1,5 მილიონი კაცი ცხოვრობს და ეს ინფორმაციაც რა ოჯახიდან ერთი მეომარი სავარაუდოდ ცოტა არასწორი არის. უბრალოდ ფიზიკურად ამდენი მოსახლეობა არ არის საქართველოში, იმიტომ რომ თუ ავიღებთ იმ დროინდელ ევროპულ სახელმწიფოებს დაახლოებით იგივე ტერიტორიისა და იგივე სიმჭიდროვის, იქ სადღაც ესე 1,5 2 მილიონი 3 მილიონამდე კაცია. ყოველ შემთხვევაში ეს ძალიან საინტერესო ინფორმაციაა, იმიტომ რომ სხვა არანაირი საყრდენი რაოდენობრივი რომ რაღაცა ვიანგარიშოთ არა გვაქვს. აი რამდენი იყოს მოსახლეობა დავითისა და თამარის დროს. არ ვიცით რამდენი იყო. იმიტომ არანაირი ციფრები, რიცხვები არ გვაქვს. საქართველოს ცივილიზებული სახელმწიფო იყო, გადასახადს იხდიდნენ, საგადასახადო დავთრები იყო, არაფერი არ შემოგვჭა. ხო, აი ამ მონღოლთა ლაშქრობებში მონაწილეობა არ მონაწილეობას მოყვარო დავით ნარინი აჯაყდა და უარი თქვა წასვლაზე და გადავიდა ქუთაისში. ქუთაისში დაცულია. გავიდა წლები და დავით გიორგიძე აჯაყდა, მოგეხსენებათ თქვენ. ოღონდ აჯაყების წინ დავით გიორგიძე საინტერესო რამეს აკეთებს. ის ეუბნება ყველას, რომ შეკრიბა ფეოდალები და ეუბნება, მე უნდა ავჯაყდე მონღოლთა წინააღმდეგ, გინდა წამოვყევით, გინდა არა. არავინ არ წაყვა, სარგი ჯაყელი წაყვა. მაინც აჯაყდა. დაახლოებით 6,000 კაცი ყავს სარგის და მეფეს და სავარაუდოდ სადღაც 15,000 არ გონყნო ის. ბრძოლა გაიმართა ქვიშხეთთან, სადღაც აი დღევანდელ ტაშისკარსა და ქვიშხეთს შორის გაიმართა ბრძოლა. დაიწყო ბრძოლა მეფისა და ტაშისკარსა და ქვიშხეთს შორის, აი სადღაც გაიმართა. ბრძოლა დაიწყო მეფისა და მესხეისა სარგის ჯაყელის წარმატებით. მაგრამ აქ მოხდა უცნაური რამ. არღუნ ნოინთან გამოცხადდნენ ქართველი ფეოდალები და მათ შორის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა, აი კახა თორელმა, ჩემს მიერ ნახსენებმა, არღუნს უთხრა ესეთი რამე, რომ თქვენ მონღოლნი უვიცი ხართ ქართველთა წინააღმდეგ ბრძოლით, ჩვენ მივბრძოლებთ თქვენს ნაცვლად. ეხლა მეფე რო გეუბნება, რომ მე უნდა ავჯაყდე და შენ გინდა აჯაყდე, გინდა არ აჯაყდი. ხო, ნუ ეს შენი ნება, ხო, არა ჯაყდები ახლა, ხო, ნუ მით უმეტეს იცი რომ აჯაყება მარცხი დამთავრდება. კარგი. წახვალ საქში. მაგრამ მე მიხვიდე მონღოლებთან და უთხრა რომ ახლა მე თან როცა მონღოლებს უკვე უჭირთა რა, ბრძოლის ბედი ჯერ კიდე გადაუწყვეტელია. მიხვიდე და უთხრა რომ ჩვენ ვიბრძოლეთ თქვენს ნაცვლად. ღალატია. საერთოდ თქვა რომ ვიღაცა მოღალატია ძალიან ძიმია რა, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე დიდი სასჯელი, რაც შეიძლება ისტორიამ ადამიანს გამოუტანოს, რომ შენ ხარ მოღალატე და ამიტომ ხა თქვა კახა თორელზე რომ მოღალატეა, მაგრამ აბა რა არის? როცა მიდიხარ და ეუბნები შენ მტერს რომ იცი რა, შენ ჩემს მეფეს სუდად ებრძვის, ამიტომ მე შეიძლება იმ მეფესთან შენი ანგარიში გაქვს, მაგრამ ხო, ნუ არ ვიცი. ძალიან უცნაური ნაბიჯია, მეტირვა რა თქვა. და ხდება ის, რომ დავით გიორგის ძეც გადადის დასავლეთ საქართველოში. აქ ეხა საინტერესო ამბები ხდება. მე ჩემს სტუდენტებსაც ვეუბნები, შექსპირს რო ცოდნოდა რა ხდება საქართველოს სამეფო კარზე, შეიძლება აქ დაეწერა ტრაგედია და არა თქვათ მეფე ლირი ან ვენეციელი ვაჭარი. რა ხდება? ხდება ის, რომ დავით გიორგის ძეს ყავს პირველი ცოლი, ჯიგდა მონღოლი. რომელთანაც შვილი არ შეეძინა.
და აი ასეთი უცნაური რამ წერია. შვილიერებისთვის მოიყვანა მეორე ქალის სახელად ალთუნი, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი, გიორგი და თამარი და ამის მერე ალთუნი გაუშვეს. და ამ შვილებს ზის მის პირველი ცოლი. ალთუნი ოსია. აი ეს რა სტატუსით იყო, როგორ მოხვიდა, როგორ წავიდა, ძალიან საინტერესოა. ამის მერე, ანუ მეფეს ეს მონღოლი ცოლი გარდაიცვალა. ამის მერე მეფე მივიდა ჩემს მიერ უკვე ნახსენები ავაგ მხარგრძელის სამძიმარზე, იმიტომ ავაგ მხარგრძელი გარდაიცვალა და იქ გაიცნო ავაგ მხარგრძელის ცოლი რაჭის ერისთავის ასული გვანცა. მოეწონა და ცოტა ხანში ცოლად მოიყვანა. ეს არის დემეტრე მეორის დედა და შეეძინა შვილი დემეტრე მეორე. და გადავიდა დასავლეთ საქართველოში. აი სწორედ ამ პერიოდში არის რომ მონღოლები გვანცა დედოფალს შეიპყრობენ და მას მოკლავენ. რადგან შური ვერ იძიეს დავითზე, რომელიც გაქცეულია, მისი მეუღლე შეიპყრეს და მოკლეს. წმინდანად არის შერაცხული გვანცა დედოფალი. დასავლეთ საქართველოში აღმოჩნდა ორი მეფე. იქ დასავლეთ საქართველოს ფეოდალთა ნაწილმა სცადა დავით ნარინის ტახტიდან ჩამოგდება, დავით გიორგის გამეფება, მოკლედ იქაც სიტუაცია აირია. დავით ნარინი გადაარჩინა ცოტნე დადიანის ბიძაშვილმა, ბედან დადიანმა, რომელიც იყო ოდიშის ერისთავი, რომელზეც წერია იყო კაცი გავლენიანი, მან დააწყო ოდიში და მეფეს ერთგულება, ანუ დავით ნარინს ერთგულება გამოუცხადა და მოკლედ ნარინმა ტახტი შეინარჩუნა, მაგრამ ბიძაშვილ მამიდაშვილის ურთიერთობა მანამდე როგორი იყო ვერ გეტყვით, მაგრამ ამის მერე მან და მეც კარგი ვეღარ იქნებოდა რა. ანუ დავით გიორგისძე ქუთაისში ეთყობა ვეღარ ჩერდება. მესხეთში შეიძლება გადავიდეს, მაგრამ მესხეთშიც ეთყობა თავს ბოლომდე დარწმულად ვერ გზნობს და იღებს გადაწყვეტილებას, რომ წავიდეს ჰულაგუსთან. და ჩადის ჰულაგუსთან. აქ საინტერესო რამ არის, მეფე როდესაც მიდის, სარგისი ეუბნება მე წამოყვებიო სარგის ჯაყელი. მეფე ეუბნება არა დარჩიო. სარგის მოუთხა მე ვერ დავრჩებიო, იმიტომ რომ ყველა იტყვის რომ მე აგაჯაყეო, მე შენ წახვედი და მე საქში წავედიო. წაყვება. დავით გიორგისძეზე არის ერთი ძალიან საინტერესო რამ. მასზე ნათქვამია რომ იყო ენამძიმე. დავით ნარინზე ნათქვამია რომ არის ენატკბილი. ანუ კარგი მოსაუბრეა. დავით გიორგისძე არის ენამძიმე. სავარაუდოდ საუბარი უჭირს. ეს არის რაიმე დეფექტი, თქვათ, თუ ეს არის ფსიქოლოგიური მომენტი, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია საუბარი უჭირს. ხო, აუცილებლად გასათვალისწინებელია რა პირობებში გაიზარდა რა ეს კაცი. მამიდა ზრდის, რომელსაც ალბათ თავიდანვე მისადმი მან დამიზადებით დამოკიდებულება არ ექნებოდა, მერე რუმში გააგდეს, მერე დილეგში ჩააგდეს, ნუ მოკლედ. განსხვავებით ნარინისგან, რომელიც თავი 5 წელიდან მეფეა უკვე და სათანადო აღზა. აი ამანაც შეიძლება იმოქმედა დავით გიორგისძეზე, როცა ის წერია რომ არის ენამძიმე. განსაკუთრებით როგორც ჩანს კრიტიკულ სიტუაციებში იბნევა და ოდესაც შევიდნენ ჰულაგუსთან და ჰულაგუმ კითხა რომ რატო აჯაყდიო, მეფე გაჩუმდა. მოტრიალდა და შეხედა სარგის. ანუ ეს იყო მინიშნება, რომ შენ უნდა უპასუხო. და სარგისმა უპასუხა. ოღონდ სარგისის პასუხი იყო საოცრად, როგორ გითხრათ, გონება מחვილური თუ თავხედური. ჰულაგუ ეკითხება, რატო აჯაყდით და სარგისი პასუხობს, ავჯაყდით, იმიტომ რომ ეს იკითხო. ეთქობა ჰულაგუც დაიბნა და სარგისმა განმარტა, რომ ჩვენ შენამდე ინფორმაცია ვერ მოვიტანეთ. შენ ჩვენ დაგვინიშნე დროებითი მართველი, რომელმაც მიითვისა ფაქტობრივად მეფობა, არ ღვევს წესებს, არ ღვევს კანონებს და ჩვენ ეს ინფორმაცია შენამდე ვერ მოვიტანეთ. და მაშინ გადავწყვიტეთ, რომ უნდა გავაკეთოთ ისეთი რამე, რომ შენ დაინტერესდე რა ხდება აქ და აი ავჯაყდით მაშინ. თარჯიმანი ყავთ ძალიან საინტერესო პიროვნება. ვინმე სადუნ მანკაბერდელი. მანკაბერდელი გასაგებია, მანკაბერდი არ ნიშნავს, რომ მანკაბერდიდან არის, მანკაბერდი არის ჩრდილოეთ სომხეთში. სადუნი არ არის სახელი, სადუნი ნიშნავს პოლიგლოტს. მრავალი ენის მცოდნეს. ანუ ეს არის კაცი, რომელმაც მრავალი ენა ისწავლა და ამიტომ ისტორიაში შევიდა როგორც სადუნი. იყო მანკაბერდიდან, არის სადუნ მანკაბერდელი. და ის არის ასე ვთქვათ თარჯიმანი.
და ძალიან ესეთი ენა მახვილი კაცია, გონება მახვილი, იმიტომ რომ იქ ძალიან საინტერესო რამე წერია. როდესაც მეფე საუბრობდა, სადუნი მის საუბარს ალამაზებდა. აი როგორც გინდათ ისე გაიგეთ ალამაზებდა. მე ესე მესმის. დავით გიორგიძე რო რაღაცას მაპატია და წამოროშავდა, სადუნი თვითონ შეასწორებდა. ანუ სადუნი თარგმნის ისე, როგორც ეს გამოადგება დავითის კარგ ურთიერთობას ჰულაგუსთან. ნუ მეფისიანია. იცით რა, ამ პერიოდში თარგმნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ შეიძლება ისე თარგმნოს ყველა პერიოდში მით უმეტეს, მაგრამ ნუ ხო მით უმეტეს, ხო შეიძლება ისე თარგმნოს, რომ მე კარგს ვამბობ და მე თავი მომჭრა რა. რა თქმა უნდა, აი ამ შემთხვევაში სადუნი ესე კარგად მოქმედებს. ვერც სარგისის პასუხი, ვერც სადუნის ენამზეობა ვერ უშველდა, რომ არა ვითარება, ოდესაც ოქროს ურდო იწყებს ომს ილხანების წინაშე. იქ პირდაპირ წერია, რომ კაცი შევიდა ჰულაგუსთან და ეუბნება, რომ რა დროს ლაპარაკია, ბერქაყაენის ურდო დაიძრა და მოდის. და აი წარმოიდგინეთ, ახლა აქედან უნდა შემოვიდეს სამხრეთ კავკასიაში ორი გადმოსასვლელია, დარუბანდი და დარიალი. ვინ უნდა ჩაკეტოს ეს ორი გამოსასვლელი? საქართველოს, აბა სხვა სახელმწიფო აქ არ არსებობს. საქართველოს უნდა ჩაკეტოს თავისი ჯარით, მაგრამ ჯარს ვინ უსარდლებს? არ აქვს სარდალი, იმიტომ რომ ნარინი ქუთაისშია და გიორგიძე უნდა მოვკლათ, იმიტომ რომ აგუჯახდა. და ჩება ჯარის სარდალი. აი ამან გადაარჩინა დავით გიორგის ძე, რომ მისი შემცვლელი უბრალოდ არ არის. და ქართველებს დაგვევალა აი ამ გადმოსასვლელის, დარუბანთან გადმოსასვლელის დაცვა, სადაც მონღოლებმა ააგეს დროებითი მიწისა და ხისაგან ააგეს დროებითი თავდაცვითი ნაგებობა, რომელსაც დაერქვა სიბა. სიბა არის სიმაგრე. და ქართველებს დაევალათ სიბაზე სიარული. ანუ მე მივდივარ სიბაზე. ანუ ნიშნავს, რომ ქართული ჯარი მიდის აი ამ გადმოსასვლელების დასაცავად, ეს საკმაოდ ძიმე ამოცანა იყო. ეს არის 1265 წელი ბერქაყაენის ცნობილი ლაშქრობა, რომელსაც შეეწირა აღმოსავლეთ საქართველოს და შეეწირა ორი მნიშვნელოვანი ქალაქი, რუსთავი და ხორნაბუჯი. ორივე ქალაქი მიწასთან გასწორდა და ხორნაბუჯი ვერასდროს ვეღარ აღდგა როგორც ქალაქი, რუსთავი აღდგა მოგეხსენებათ მეორე მსოფლიო ომის მერე. ანუ ბერქას ეს ლაშქრობა იყო დამანგრეველი აი ამ რეგიონისათვის, აი ეს ალაზნისა და ივრისპირი, ალაზნის და ივრისპირი ყველაზე ნაყოფიერი მიწა არის. ეს მხარე მოსპო და გაანადგურა. და აი იწყება ეს მრავალწლიანი ბრძოლა ამ ორ ურდოს შორის, რომლის ტერიტორია არის საქართველოზე. ნუ ბევრს აღარ ვილაპარაკებ, აქ მოხდა შემთხვევა, როდესაც ომის დაწყების წინ ოქროს ურდოს ერთ-ერთი ნოინის შვილი არის გადმოსული თავისი ურდოთი აღმოსავლეთ საქართველოში. და ომი რო დაიწყო, ეს უკან უნდა გაბრუნდეს და როგორც ცდილობს ჰულაგურო არ გაუშვას, ეს როგორც ცდილობს რომ წავიდეს და აი ამ ომს ეწირება მთელი აღმოსავლეთ საქართველო. შედარებით სიმშვიდეა დასავლეთ საქართველოში, თუმცა ორჯერ მონღოლებმა სცადეს დავით ნარინის შეპყრობა, გადავიდნენ იქ, ერთხელ მეფე შემთხვევით გადარჩა, აბანოში იმყოფებოდა და უბრალოდ გაასწრო. და მეორედ ასევე ქუთაისამდე მივიდნენ მონღოლები, მაგრამ დავით ნარინი უბრალოდ ვერ ჩაიგდეს ხელთ. ანუ ეს იყო ესეთი ეპიზოდური გადასვლა დასავლეთ საქართველოში, რომელიც კონკრეტული მიზანი იყო მეფის შეპყრობა. არ გამოვიდა. ამაში იყენებენ სხვათა შორის აი ამ რაჭის ერისთავს. დემეტრე მეორის, ასე ვთქვათ, ბიძასა თუ ბაბუას, ზუსტად არ ვიცით. აქედან ხო, ანუ თუ ვითარება უაღრესად რთულია, გვიწერს ბრძოლა ამ დროს მონღოლები იბრძვიან ალამუთის ციხისთვის, იბრძვიან აი აქ ეგვიპტის სასულთნოს წინააღმდეგ და აი ამ ბრძოლებში გვიწერს მუდმივად მონაწილეობის მიღება. ეკონომიკური მდგომარეობა კი უფრო და უფრო რთულდება და ურთულდება ეკონომიკური მდგომარეობა ფეოდალურ კლასს. საჭიროა რაღაცა გამოსავლის მოძებნა. და მოიძებნა ესეთი გამოსავალი, რასაც ქვია მიწების გამოწირვა, ანუ ეს საეკლესიო მიწების უკან წამოღება. რას ნიშნავს ეს? ფეოდალები როგორც წესი ეკლესიას გარკვეულ მიწას წირავენ. ეს იდეაში არის შეთანხმება. მე შენ გაძლევ მიწას და სანაცვლოდ ვითხოვ შენგან ლოცვას. ცოცხალთათვის და გარდაცვლილთათვის. ეს შეთანხმება არსებობს, ხო? ნუ ვადა ამას არ აქვს, შეგწირე, მაგრამ იურიდიულად მე შემილია რაღაც მომენტში გითხრა რომ აღარ მინდა რა. ჩემი მიზა უკან მიმაქვს. იურიდიულად ეს შესაძლებელია. ასეთი რამ იშვიათად ხდებოდა,
მაგრამ იურიდულად შეიძლება. აი ეს გამოსავალი მოიძებნა, თან შეგახსენებთ მე რომ ეკლესია გადასახადებს არ იხდის. ანუ ის პრობლემა რაც ფეოდალს აქვს, ეკლესიას არ აქვს. უფრო მეტიც გლეხების ნაწილი ეკლესიის მიწაზე გადადის. და იწყება საეკლესიო მიწების გამოწვევა, როდესაც ფეოდალები ამბობდნენ რომ ჩვენი მიწა მიგვაქვს. ეხლა აქ ჯოქს ყოველთვის ორი ბოლო აქვს. ერთი მხრივ ეს არის ის რომ ეს ფეოდალი იმ მომენტში თავის მდგომარეობას იმჯობესებს. მაგრამ როგორც კი მიწა გადადის ფეოდალის ხელში, ის იმ წუთას ექცევა მონღოლური გადასახადის ქვეშ. ხო? ანუ იგივე პროცესს გაივლის, უბრალოდ დროის ამბავია. ეს მიწა როცა ეკლესიისა, მაშინ უფრო დაცულია. ანუ რა ჯობია ხა ვერ გაიგებ. ეს პროცესი იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა ეკლესიისთვის, რომ 1263 წელს საეკლესიო იერარქიები შეიკრიბნენ და მეფეს გაუგზავნეს წერილი და უთხრეს, რომ შეწყვიტეთ ეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეკლესიებს დავკეტავთ. წირვალოცვა შევაჩერებთ. ჯვრის წერა და მირონის გაცემა აღარ იქნება. მაგრამ ვერ აღასრულეს. მეფემ არ შეწყვიტა, მაგრამ მათ ეს ვერ აღასრულეს. ახლა ესე რომ ეკლესია დაკეტოდა არ გამოდის. თუმცა საინტერესოა თვითონ ულტიმატუმი, რომ ჩვენ ანუ ამ დონეზეა მისული უკვე ურთიერთობა. თუმცა ამ ყველაფერს ერთი კაცი შეეწირა. შეეწირა მწიგნობრად უხუცეს ჭყონდიდელი ბასილი, რომელიც სავარაუდოდ იყო ინიციატორი მთელი აი ამ აგრარული ცვლილებებისა. ოღონდ ბასილი შეეწირა არა ამ ბრალდებით. მეფემ მოიყვანა მესამე ცოლი, დავით გიორგის ძე. და ბასილი მწიგნობრად უხუცეს ჭყონდიდელს, დაბრალდა ორი რამ: მეფის ქონების განიავება, მეფის უკითხავად და სასიყვარულო ურთიერთობა დედოფალთან. არავინ არ იცის ეს მართალია თუ ტყუილია, მაგრამ ბრალდება წერია. და ამის გამო ბასილი ჭყონდიდელი ჩამოახჩეს. აქედან ცოტა ხანში დავით გიორგიძე გარდაიცვალა. მოწამლეს. ისტორიკოსი წერს, ცოლმა მოწამლა, ბასილი ეზოს მოძღვა, ბასილი ჭყონდიდელზე შური იძიაო. ამიტომ გითხარით, აქ ინტრიგებია ერთი ცოლი, მეორე ცოლი, მესამეს ყავს საყვარელი, სასულიერო პირი, იმას კლავენ. ტახტზე ადის, უფროსი შვილი დავითის გიორგი გარდაიცვალა მუცლის სალმობით მე გითხარით და ტახტზე ადის დემეტრე, რომელიც 12 წლის. და ბუნებრივია მარტო ქვეყანას ვერ მართავს. გჭირდება კაცი, რომელიც დემეტრეს ნაცვლად ქვეყანას მართავს. და ესეთი კაცი არის სადონი. რატო სადუნს კარგი ურთიერთობა ჰქონდა გარდაცვლილ მეფესთან, იმიტომ რომ აი ამ ამბების მერეც ხადია მეფემ დაიახლოვა. სხვათა შორის დავით გიორგის ძე არის ეჭვიანი, საოცრად ეჭვიანი კაცია. იყო ესეთი კაცი მესტუმრე ჯიქური. მესტუმრე საკმაოდ დაბალი თანამდებობაა სამეფო კარზე და ამ ჯიქურის წარმომავლობაც არ ვიცით, სავარაუდოდ ქალაქის დაბალი სოციალური ფენა არის. მაგრამ ძალიან დაუახლოვდა მეფის პირველ მეუღლეს, ჯიგდა ხათუნს. და ოდესაც მეფე მორიგა ლაშქრობაში მიდიოდა, სამეფო ჩააბარა ჯიგდა ხათუნს და ამ მესტუმრე ჯიქურს. ანუ ამ დონეზე ენდობა. გავიდა წლები და უთხრეს, რომ მესტუმრე ჯიქურიო შენს გარეშე განაგებს ქონებას და ინფორმაციას აწვდის ყაენსო. საღამოა, უბრალოდ ღამეა, ასე აღწერილი, ღამეა მეფეზის სასახლეში და უყურებს მტკვარს. აი აქედან ვიცით, რომ სასახლე მდებარეობდა ისე, რომ აივნები გადიოდა მტკვარზე. და ბრძანებს, რომ ჯიქური მომიყვანეთო და ჯიქური რომ შეიყვანეს, უთხრა გადააგდეთო და იმიდან გადააგდებენ. არც კითხა ამ კაცს, რომელსაც სამეფო ჩააბარა თავის დროზე, ეხლაც კითხა რა მოხდა, გადააგდო. მეორე დღეს ქალაქის გლახაკებმა იპოვეს ჯიქური და მეფეს ნებართ უთხოვეს, რომ დაგძალავთო, იმიტომ რომ სანამ თანამდებობაზე იყო და ასე ვთქვათ, ფავორიტი იყო, ჩვენ გვპატრონობდაო. აქედან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ თვითონაც დაბალი წოდებიდან იყო. და მოხდა ისე რომ ხო, და ანუ ეჭვიანია ეს ბასილი მწიგნობრად უხუცეს ჭყონდიდელს, აი ესე ყოველგვარი გამოძიების გარეშე ჩამოახჩობინა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ გავითვალისწინებთ აი მის ამ ცხოვრებას, სრულად გასაგებია რომ ეჭვიანია. ჩვენ ხშირად ავითვალისწინებთ ხოლმე რომ ეს პიროვნება თქვა ტახტამდე რა გზაზე, თეიმურაზ პირველი იყო კიდე ესეთი ეჭვიანი, საშინელი ეჭვიანი, მაგრამ რო გაიხსენებ რომ მამამის ბიძამისმა შეთქმულება მოუწყო, მერე ეს ბიძა და ბაბუა გამაჰმადიანურმა ბიძამ მოუკლა, მერე ამ ბიძამ დედამის ცოლად გამის
ასეთ ვითარებაში გაზრდილი ადამიანებია, ჯვანები არიან, აბა რა არიან. არავის არ ენდობიან, ხო? ესა თქმა უნდა ცუდი თვისებაა, მაგრამ სრულიად გასაგები და ბუნებრივი რეაქცია. ხო, რა დატო ვამბობ მე, სადუნი მისაღები არის ერთი მხრივ მეფის ოჯახისათვის და საქართველოს ფეოდალებისთვის და მეორე მხრივ მონღოლებისთვის ინფორმატიკაცია. მე სადუნზე ყველგან წერია რომ მედროვეა. მედროვე თავისთავად უარყოფით შეფასებაა, რა თქმა უნდა, მაგრამ მედროვე არ ნიშნავს რომ შტერია. აპატიეთ ესე ვამბობ. მე ჩვენი კაცია. ეს ერთი ამხელა კარიერას ვერ გაიგეთებდა. რითი დაიწყო კარიერა? კარიერა დაიწყო ჭიდაობით. მოჭიდავია. იქ წერია რკინობით, რკინობა ჭიდაობას ნიშნავს. მონღოლებს ძალიან უყვარდათ ჭიდაობა, მათი ეროვნული სახეობა. როგორც ჩანს ეს კარგი მოჭიდავე იყო, დაწინაურდა, კარგი ფალავანი გახდა. მე ეთქობა იფიქრა რომ ამ მოჭიდავეობით შორს ეწავა, ნიჭიერი კაცი იყო, ენებიც ისწავლა და ჩემ სტუდენტებს ვეუბნები ხოლმე რომ პირველი სპორტსმენია, რომელიც დიდ პოლიტიკაში წავიდა. სავარაუდოდ ჩრდილოეთ სომხეთიდან არის, მაგრამ ჩრდილოეთ სომხეთში ინდოს ქართველები ცხოვრობენ. ეროვნება არ ვიცით. არ ვიცით. ალბათ უფრო სომეხია. თუმცა თავის თავს თulis ქართული საზოგადოების ნაწილია და ქართული საზოგადოებაც ესე განიხილავს, რომ ეს ქართული ფეოდალური საზოგადოების წევრია. კი, თავისთვისაც გამოიყენა იქ თელავი იყიდა, ბელაქანი იყიდა, უზარმაზარი მამულები იყიდა, მაგრამ ქართველი ისტორიკოსი წერს, რომ ჭკვიანად მართავს ქვეყანას. ქვეყანამაც დაისვენა, ხო, იმიტომ რომ მონღოლთა კაცია, მონღოლებს წინააღმდეგ გაჯეყებას არ ეძღებს, იმშვიდეა, დამშილი ექსპედიციები არ არის. მოკლედ რაღაცა დადებითი ამ კაცის მმართველობაში არის. ოღონდ ქვეყანაში არის ძალიან მძიმე, როგორ გითხრათ, ზნეობრივი ვითარება. სამი ცოლი ყავს სადუნს. ნუ კაი, სადუნს სამი ცოლი ყავს, სადუნს რაც რელიგია ვიცით ჩვენ და არც არაფერი. და აი სწორედ სადუნმა იყიდა დემეტრე მეორის და თამარი. ეხლა იყიდა რას ნიშნავს? თამარი გათხოვილი იყო ბუღანოინის ვაჟზე. და რაღაც მომენტში გამოიქცა. ნუ ეთქობა ვეღარ გაძლო მონღოლებთან, გამოიქცა და დაიმალა აქ აღმოსავლეთ საქართველოს მთაში. სადუნმა გაარკვია, რომ თამარი დაბრუნებას ქმართან არ აპირებს. სავარაუდოდ ეს შეუთვალა მის ქმარს, უთხრა რომ ეს მაინც შენთან არ დაბრუნდება და სამაგიეროდ მე გადაგიხდი შენ ფულს. და დამითმე შენი ცოლი. ეხლა ეს მონღოლი ქმარიც მიხვდა, რომ ეს ცოლი არ დაბრუნდება, არ დაბრუნდეს აზრი არ აქვს, აგერ ფულს ავიღებ და გაყიდა. და სადუნმა იყიდა, მაგრამ ამ ყველაფერს ხო დემეტრეს ნებართვა ჭირდება. ანუ დემეტრეც დათანხმდა ამაზე, რომ ისი და დარჩეს სადუნთან, რომელსაც უკვე ყავს სამი ცოლი. და როგორი ის არის, მეფის და იყიდა. რაც არ უნდა დაემალათ, ეს ხო ფაქტია რა. ნუ თამარსაც სადუნთან ყოფნა ერჩივნა, იქ სადღაც მონღოლთან ყოფნას. სადუნის სამცოლს არავინ არ დაეძებს, თუმცა მეფეს ყავს სამი ცოლი და აი აქ აქვს პრობლემა ერთდროულად. პირველი ცოლი არის ტრაპიზონის იმპერატორის ასული და რა თქმა უნდა მოიყვანა ისე როგორც წესი სამებმა და იყო ეს. მეორე ცოლი მოაყვანინეს მონღოლებმა. აიძულეს სავარაუდოდ, ხო. აი რაც შეეხება მესამე ცოლს, აქ არის ძალიან საინტერესო რამ. 1266 წელს დავით გიორგის ძემ თავისთან დაიბარა თავის უახლოესი თანამებრძოლი სარგის ჯაყელი და ჩასვა ციხეში. იმიტომ რომ მეფეს უთხრეს, რომ სარგისის მეფობა უნდა და ამანაც როგორც ყოველთვის ყველაფერი დაიჭირა. ეხლა დავით გიორგის ძის ბუნებიდან გამომდინარე, სარგისის მომხრეები მიხვდნენ, რომ სარგისი ციხიდან ცოცხალი ვერ გამოვა. ერთადერთი ვინც სარგის უშველეს არის ჰულაგუ და ჰულაგუსთან გაიგზავნა ინფორმაცია, რომ სარგისი დაიჭირეს. ჰულაგუსგან მოვიდა ბრძანება სარგისი განთავისუფლეთ. და სარგისი განთავისუფლდა, არა მარტო განთავისუფლდა, არამედ პირადად დაექვემდებარა ყაენს და ფაქტობრივად საქართველო გაიყო სამ ნაწილად. დასავლეთი ნარინი, აღმოსავლეთში დავით გიორგიძე და ეს ნაწილია სამხრეთ საქართველო, ეს არის 1/3 საქართველო. ეს არის სარგის ჯაყელი. ანუ მესხეთი. აი აქედან იწყება მესხეთის ცალკე გამოყოფა. მესხეთი იწყება ტაშისკარში და თავდება ბასიანში. 1/3 საქართველო. ყველაზე ეკონომიკურად დაწინაურებული მხარე, კულტურულად დაწინაურებული მხარე, ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი რეგიონი საქართველოსი, სარგისმა წაიგო და მისია. მერე მისი შვილი ბექასი და მოკლედ საქართველოს სამ ნაწილად დაიყო. 1291 წელს სარგისი ბერად აგიკვეცა. ეს არის საფარის ცნობილი ფრესკა. სარგისი ბერის ტანსაცმელში
მისი ვაჟი ბექა ჯაკელი და ბექას უფროსი ვაჟი ყვარყვარე. ბექას სამი ვაჟი ყავს და ყავს ქალიშვილი ნათელა. რომელიც აი დემეტრე მეორის დედა. აი მესამე ცოლი დემეტრესი არის ნათელა. რატომ მოიყვანა? ნუ ვარაუდი ესეთია, რომ როგორმე მაინც შეინარჩუნოს კავშირი მესხეთთან. მაგრამ აქ შეიძლება საინტერესო კითხვა. კაი, მონღოლია და მონღოლთან ჯვარი დაწერილი არ აქვს. პირველ ცოლთან ჯვარი დაწერილი აქვს. და ნათელასთან ჯვარი დაიწერა? მაშინ პირველ ცოლთან ჯვარი აიყარა. თუ იმასთან ჯვარი არ აიყარა, ამასთან ჯვარი არ დაიწერა. თუ ამასთან ჯვარი არ დაიწერა, გიორგი მწკენვალე გამოდის უკანონოშვილი. არ ვიცი, ეს კითხვებია, მხოლოდ კითხვებია, მეტი არაფერი არ არის. მაგრამ არაორდინალური სიტუაციაა, ხო? მეფე სამი ცოლი ყავს კაცო ერთდროულად. კათოლიკოს პატრიარქი, რომელიც ამ ხელს მეფეს და ვერაფერი ვერ გააკეთა, გადადგა. თან დემონსტრაციულად გადადგა მეფის ჯვრის მტვირთველი, ანუ ის ვისაც მეფის ჯვარი და ის დანიშნა კათოლიკოსად. აბრაჰამი უთხოვს შენ ხარ კათოლიკოსი და თქვენ წავიდეთ. ნუ იქ არის კიდე ერთი ბერი პიმენი, რომელიც ჩამოდის, რომელიც ასევე მეფეს ამ ხელს. არ ვიცით, არც ერთმა არ ვიცით დემეტრე რას გძნობდა. თავისი ნებით არ გაუკეთებია ეს, მაგრამ აი რამდენად დემეტრე არის ის ორ მეფეთაგან ერთ-ერთი, რომელიც ნამდვილად ვიცით, რომ ღამე ქუჩაში დადიოდა. ერთი არის ბაბუამისი, გიორგი მეოთხე, რომელიც ქუჩაში დროის სატარებლად დადიოდა და ამას შეეწირა მისი ერთი თვალი, იმიტომ რომ ქუჩაში ჭკუპისას თვალი დაუზიანეს და დემეტრე დადის, იმიტომ რომ მოწყალება გასცეს. იქ წერია, რომ ღარიბებმა იცოდნენ, რომ მეფე ქუჩაში გამოვაო და მთელი ღამეო დაბოდიოლებდნენ ქუჩაში და მოედნებზე იქნებ გადაცმული მეფე მოვიდეს და ფული მოგცეს. ანუ კეთილი კაცია. ზრუნავს ხალხს. იმდენად მძიმე მდგომარეობა აქვს ქვეყანაში, რომ აი მეფე ესეც ცდილობს მდგომარეობის გამოსწორებას. ხო, მიიღო მონაწილეობა იმ ბრძოლებში ეგვიპტელების წინააღმდეგ, იქ ერთხელ კი ნაღამ დაიღუპა ცხენი მოუკლეს ბრძოლისას და სხვამ შესვა ცხენზე. მოკლედ ვაჟკაც კაცია, კარგად იბრძვის ყველაფერი. მაგრამ ეს პრობლემებია, ქვეყანაში ეს მორალური მდგომარეობაა ესეთი რა. რაც ყველაზე მძიმეა და ძალიან რთულია, ნუ მოშლილია ქვეყნის ეკონომიკა, ქვეყნის პოლიტიკური ერთიანობა დაშლილია. თან იცით რა შეასაქმე, ხა ესე მარტივად ვამბობ, ჩვენ ქვეყანა დაიშალა. დავით ნარინი ქუთაისში რო სამეფო კარს ქმნის. იქ წარმოიდგინეთ, მას ყველა მოხელე ჭირდება, რაც თბილისში ყავთ. ანუ დუბლირება ხდება თანამდებობების. ორი ამინისტრ მასალარი, ორი მანდატ უხუცესი, ორი ის რა ქვია მსახურთ უხუცესი, ორი მეჭურჭლეთ უხუცესი, ორი პარალელური სტრუქტურა იქნება დასავლეთ და აღმოსავლეთში. ეს ართულებს მე უკვე გაერთიანების პროცესს, რა. და რაც თავარია დემეტრე მონაწილეობს აი ამ შიდა დაპირისპირებებში მონღოლთა შორის, რომელსაც შეეწირება კიდეც მოგეხსენება თქვენ. არგონოინი ბუგას დაიჭერს და ნუ მერე მიყვება უკვე ბუგას ყველა მეგობარი, თანამებრძოლი და მათ შორის აღმოჩნდება დემეტრე, რომელიც შეკრებს ფეოდალებს და ეუბნება, რომ ვიცი რომ წავიდე მომკლავს, მაგრამ უნდა წავიდე, რაზეც იღებს პასუხს, რომ არსადაც არ წახვალ, ჩვენ აქ რისთვის ვართ, რომ მეფეს ესე ცხარივით ვერ გაგიშვებთ. და ნუ დემეტრე თავისას ეს არის ის შემთხვევა, როცა ორივე მხარე მართალია. ორივეს თავის არგუმენტები აქვს და თავისი პოზიციიდან ორივე მართალია. დემეტრე მართალია, როცა ამბობს, რომ არც ერთი ადამიანის სიცოცხლე არ გეც იმათ, რომ მას უდანაშაულო ხალხი შეეწიროს და როგორ ვიცხოვრო მე თუ ამდენი უდანაშაულო ჩემგან უნდა იღუპება. მეორეს მხრივ მართალი არიან ფეოდალები, რომელთა მიზანი და ამოცანა და მოწოდება არის, რომ იბრძოლონ მეფისა და სამშობლოსათვის და როცა ამბობენ, რომ აი ესე ვერ გაგიშვებთ, ხო? თუმცა დემეტრე რა თქმა უნდა თავისი გაიტანა და 1299 წლის 12 მარტს ის სიკვდილით დასაჯეს. თუმცა სიკვდილით დასჯამდე არგუნი დადგა იგივე დილემის წინაშე, რის წინაშეც იდგა ჰულაგუ ყაენი. დემეტრეს რო თავი მოკვეთოს, დემეტრეს კი სამი ცოლი ყავს და ბევრი შვილი ყავს, მაგრამ ყველა არასრულწლოვანია. ვინ უსადლებს ქართველთა ჯარს? აი გამოჩნდა სადუნის ვაჟი ხუტლუბუღა. ოდესაც სადუნი გარდაიცვალა, სადუნს ჰქონდა ორი თანამდებობა, ამის მასალარი და მანდატურთი ხუცესი. და დემეტრემ ერთი მიცა. ამის მასალარობა. და მაპატიეთ ათაბაგობა იყო მეორე. ათაბაგობა მისცა სარგის ჯაყელს. ხუტლუბუღა გაბრაზდა, მაგრამ გულში შეინახა ეს ბრაზი. ეთქობა იცოდა ის ინგლისური გამოთქმა, ხო, რომ შურისძიება არის ის კერძი, რომელიც ცივად უნდა მიირთვა. აი ეხლა ეს მომენტი ჩაუვარდა ხელში, როცა არგუნმა
იკითხა რომ რა ვქნათ, მეფე სადან ყავს, ხუთლობა უპასუხა მეფე ყავს ქუთაისში. დავით ნარინის ერთ-ერთი ვაჟი, რომელიც უკვე მეფეთ არის ქუთაისში ნაკურთხი. წავიდა ხუთლობა ქუთაისში, წავიდა იმიტომ რომ დავით ნარინის ურთიერთობა მონღოლებთან ჩვენ კარგად ვიცით, ეს არის მტრობა. და ეხლა დავით ნარინი შენ შვილს ან მოგწევს ან არ მოგწევს. წავიდა ხუთლობა, იქ რა ისაუბრეს არ ვიცით. დავით ნარინის мотиваცია გასაგებია, მან ვახტანგი უკვე აკურთხა ქუთაისში მეფედ, თუ ვახტანგი დაждდება თბილისში, დავით ნარინის გარდაცვალების მერე ეს კაცი გაერთიანებს საქართველოს. ამიტომ ნარინისთვის ეს ძალიან კარგია, მაგრამ ამითი რო სიკვდილის განაჩენი გამოუტანა დემეტრეს ეს ნარინმა იცის თუ არ იცის და საერთოდ ადრდებს თუ არ ადრდებს ესეც არ ვიცით ჩვენ. და მნიშვნელოვანი მომენტია ის ადამიანური თვალსაზრისით, რას ფიქრობდა. აი ამის მერე დემეტრეს ბედი გადაწყდა და 12 მარტს მას თავი მოკვეთეს, ქართველებს უფლება არ მოგწეს, მეფე გადმოგვესვენებინა, ქართველებმა მისი ნეშტი მოიპარეს, ვაჭარი მოდიოდა თბილისში, რომელსაც თევზი მოქონდა, ურემზე დაასვენეს მეფე, დააყარეს თევზი და ესე ჩამოასვენეს თბილისში. და უწოდეს თავდადებული. გასული საუკუნის 50-იან წლებში მუზეუმში მივიდა ადამიანი, რომელმაც მიიტანა საბუთი. და თქვა, რომ ეს არის ძველი საბუთი, რომელიც მე ვიპოვეს კირში, რომელიც თქვენში იყო და არავინ არ იცოდა. და საბუთის გამცემია დემეტრე მეორე. და მუზეუმით ვიყიდით, მე მოვყიდით. ეს დღესაც ესეა, ყველას თუ აქ რაღაცა ნივთი, შეუძლია მუზეუმში ხელნაწერებში მიიტანოს და თუ ეს წარმოადგენს გარკვეულ ღირებულებას და ფასზე შეთანხმდებიან სახელმწიფო მასკიდულობს. დემეტრე მეორის სიგელი არ გქონდა არც მანამდე. და ცხადია უთხრეს რომ კი ვიყიდით, ოღონდ უნდა დატოვო, ექსპერტიზაა საჭირო. კი ვატყობთ რომ ძველია, მაგრამ მაინც ექსპერტიზაა საჭირო. აი ამ საუბრისას დარბაზში ოთახში შევიდა ცნობილი ქართველი ნუმიზმატი დავით კაპანაძე, რომელმაც იკითხა რა ხდება. უთხრეს რომ ბატონო დავით, აი ესე კაცი მოვიდა, მოიტანა საბუთი რომ არის დემეტრე მეორის და გავს, მაგრამ მაინც უნდა დავიტოვოთ. ბატონმა დავითმა თქვა რომ ანახეთ საბუთიო. ნახა საბუთი, წაიკითხა და გადააგდო, ესო ყალბიაო. როგორ მიხვდითო? ნახეთ ხელს როგორ აწერსო, დემეტრე თავდადებული. სიცოცხლეში ასე ხელს ვერ მოაწერდა, რა, ყალბი იყო თქო. ხო, და დაფასდა. იქ როგორ გარის, იცით, იქ რომ მიდის სასულიერო პირები და მათ შორის ა ブラ ჰამი ეუბნებიან, რომ ყველა შენ ცოდვას ჩვენ ავიდოთ ჩვენ თავზე თუ შენ წახვალ. ეს ასე იყო თუ პოსტფაქტუმ ჩაიწერა ძნელი სათქმელია, თუმცა მე არ გამოვიწყო, იმ მომენტში რა თქმა უნდა ესე იყო, მართლა ესე უთხრეს, რომ ალბათ ყველა შენ ცოდვას ჩვენ ავიღებ და მიუხედავად იმისა, რომ აი ესეთი რაღაც ქონდა, სამი ცოლი ყავდა ერთდროულად, მოკლედ გამოისყიდა ის ყველაფერი და ამიტომ ისტორიაში შევიდა ესე როგორც თავდადებული და დემეტრეს დარჩა. ხო, ვახტანგი გადმოიყვანეს ქუთაისში, ქუთაისიდან, ოღონდ ვახტანგმა 3 წელი მეფადა გარდაიცვალა 1292 წელს სრულიად გაურკვეველ ვითარებაში და როგორც ჩანს ამან იმოქმედა მამამისიც, ნარინი უკვე საკმაოდ ასაკოვანი იყო და 1 წლის მერე ნარინი გარდაიცვალა. და ნარინს დარჩა 2 შვილი, მიქაელი და კონსტანტინე, რომლებმაც იქ დაიწყეს რა თქმა უნდა ბრძოლა ტახტისთვის. ერთი გამეფდა ქუთაისში, მეორემ დაიკავა რაჭა-ლეჩხუმი და თქვა რომ არ გცნობ და კარგით, დაუბრუნდეთ ჩვენ ესე იგი, საუბრობდით ვახტანგი მეორე გარდაიცვალა, ტახტზე აიყვანეს დავით მერვე, ეს არის უკვე დემეტრეს უფროსი ვაჟი, რომელიც ასევე აღმოჩნდა ჩაბმული შიდა მონღოლურ ინტრიგებში, რომელიც ასევე ყაენმა დაიბარა, რომელმაც ასევე შეკრიბა დარბაზი, რომელმაც კითხა რა ვქნაო და დარბაზმა უთხრა წადიო. დემეტრეს ხო უთხრეს არ წახვიდეო, ამას უთხრეს წადიო. ამან უთხრა არ წავალო. აბსოლუტურად დიამეტრალურად და წავიდა დაიმალა ჟინვალში, იქ მთიულეთში. იქ მონღოლები ვერ შედიან, არ შედიან, ამიტომ დაუპირისპირეს ძმა გიორგი მეხუთე, რომელიც ჯერ მცირეწლოვანია. მცირეწლოვანმა ძმამ ვერაფერი ვერ გააკეთა, ამიტომ დაუპირისპირეს მეორე ძმა ვახტანგ მესამე და აღმოჩნდა 3 მეფე. ფორმალურად. იქ ვახტანგი და დავით მერვე კარგი ძმობა აქვთ, მაგრამ მონღოლთა გამოსაჩენად ერთმანეთში ხანდახან მაინც ომობენ, რო. დასავლეთ საქართველოში 2 ძმა ერთმანეთს ებრძვის. სამხრეთ საქართველოს საერთოდ ცალკეა. ამ ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა. პოლიტიკურად დაიშალა, ეკონომიკურად რთულია და იცით რა არის კიდე, აი ერთიანობა არის იდეა.
და ჩვენ ხშირად ესე ავტომატურად ვიღებთ ხოლმე, რომ დავით აღმაშენებლიდან ალექსანდრე პირველამდე საქართველოს ერთიანია. და გვავიწყდება ეს მონღოლთა პერიოდი, როდესაც თითქმის 80 წელი ქვეყანა დაშლილია. 80 წელი არის სამი თაობა. დაშლილია ეს სამი თაობა. ანუ მე იცით რა არის მე ეკონომიკური ქვეყანა რო ეკონომიკურად სუსტდება, ეკონომიკური კავშირები რეგიონებს შორის წყდება. კახელი აღარ წავა ქუთაისში სავაჭროდ. არ წავა ქართლელი არტანუთში სავაჭროდ. იმიტომ შორია, საჭიშია. სავაჭრო კავშირები აღარ არის, მე ჩემთვის ვიკეტები. ეს ხო შუა საუკუნეებია კომუნიკაციები ისედაც ნაკლებია. შეიძლება ადამიანმა ისე იცხოვროს, გვერდზე სოფელში არ გადავიდეს. გვიკვირს ახლა ჩვენ დღეს, მაგრამ ესეა. ხო, ანუ ეკონომიკური კავშირები მცირდება, იკეტები, უკვე აღარ გაინტერესებს იქით რა ხდება. ეს ბუნებრივია რჩება. ამიტომ აი ეს რომ დავითმა გააერთიანა, ხო დავითმა გააერთიანა, მაგრამ აგერ დავიშალეთ მე. 80 წელი ვარ დაშლილი, ანუ მოქმედებს ესეც უკვე მე. ეს სეპარატიზმის ფეოდალს ყველას არა, მაგრამ ზოგს ახასიათებს. და აი უმძიმეს მდგომარეობაში ვართ მონღოლები. მეორე მომენტია მონღოლური წესები შემოდის. მე გიორგი მწყინვალე რო ადის ტახტზე და აი თავის ცნობილ ძეგლის ძებას რო დაწერს, ძეგლის ძება რა არის? წავიდა ნახა მთა. და ნახა რომ იქ არის ულუსობები, მონღოლური წესებიაო შემოსული. კანონს ეგენი აღარ ცნობენო, ერთმანეთს კლავენო, ქონებას ართმევენო, ცოლს ართმევენო და დაუწესა კანონები. ახლა როგორ საქართველოში კანონები არ იყო? იყო, მაგრამ უფრო მკაცრი დაუწესა, იმიტომ ეთქობა ეს ჩვეულებრივი კანონი იქ არ მოქმედებს. და იქ პირდაპირ ულუსობებია შემოსული. ერთ-ერთი ულუსობა არის უზომო სმა, რომელიც ქართველებს დაჩემდათ. სწორედ იმ დროიდან დაჩემდა. ქართველებს არ ახასიათებდათ ეს, მონღოლებს ახასიათებდათ ეს გონების დაკარგვამდე სვამდნენ. ერთი შეხედვით მთა უფრო უნდა შენახულიყო და კონსერვატიულია, მაგრამ აი გიორგი მწყინვალე ამას აჩვენებს, რომ წავიდა, მოიარა, ნახა რაც ხდება, იქ დაქცეულია ყველაფერი და შექმნა, ანუ მონღოლთა ბატონობა ერთი შეხედვით მონღოლი, მე ხო გითხარით, არ არის მონღოლი ისეთ სასტიკი დამპყრობელი, ხო? მაგალითად, არასდროს არ მოუთხოვია რელიგიის შეცვლა. 1295 წელს ყაზანყაენმა მიიღო ისლამი და მე ცოტა ისლამს ცოტა ცდილობს გაავრცელოს, მაგრამ არასდროს ეს აგრესიული რელიგიური პოლიტიკა არ ქონიათ. უშუალოდ შენი დაპყრობა, ეს ინკორპორაცია, შენი მეობის წაშლა, ესე ძალიან ფიქრია, გიპყრობს ხარკს უხდი, მორჩაცა. მაგრამ მიუხედავად ამისა, აი ამდენი რაღაცა დაგიტოვა. დაგშალა, ეკონომიკურად გაგანადგურა. მე ვახტანგი გარდაიცვალა, მე დავით მერვე გარდაიცვალა. აი აქ ხდება უცნაური რამ, ტახტზე ადის დავით მერვის შვილი გიორგი მცირე, რომელიც მცირეწლოვანია და მმართველად უნიშნავენ ბიძას გიორგი მეხუთეს. ეხლა გიორგი მეხუთეს დემეტრეო გარდაიცვალა, გიორგი მცირეწლოვანია, გარდაიცვალა რა მოკლედ დასაჯეს. გიორგი წაიყვანა ბაბუამისმა, ბეკა ჯაკელმა წაიყვანა მესხეთში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კაცი საქართველოს ისტორიაში. არა მეფეებს შორის და თუნდაც ბევრ მეფეს ჯობია, რომელიც არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პოლიტიკური ფიგურა. ოდესაც და გიორგი ალბათ გიორგი მწყინვალე იმიტომ გახდა, რომ ბექასთან იზრდებოდა. ეს არის უაღრესად ტვიანი კაცი, უაღრესად ფრთხილი კაცი, დიპლომატი, ამავე დროს თუ საჭიროა ძალიან კარგი მებრძოლი და იმ დროს როცა მთელი ქვეყანა იქცევა, მესხეთი შედარებით უკეთესად არის. შიმშილობა იწყება იქ სადღაც 80-იან წლებში, საშინელი შიმშილობა იწყება. ისტორიკოსი წერს, რომ აღმოსავლეთ საქართველოში არის და ერთადერთი შედარებით უკეთესი მდგომარეობა არის მესხეთში, სადაც პურის ყიდვა შეიძლებოდა მაინცო. აი ბექას დამსახურება, ну იმის დამსახურება, რომ პირდაპირ ყაენს ემორჩილება და მთელი ეს ბიუროკრატიული აპარატი მონღოლური არ აწუხებს, მაგრამ თავისთავად ჭკვიანი კაცია. ხო და აი გიორგი სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ესეთი ჭკვიანი ხდება. იქეთ საინტერესო რამე ხდება. ეს არის ბექა ჯაკელის ცნობილი სიტყვა. როდესაც მასთან მოვიდა ტაოს ერისთავი თაყა ფანასკერტელი და უთხრა, რომ თურქები შემოგვესწიან და დაგვამარცხეს. ისმინეთ მთავარმა საქართველოსნო ძმანო და თანამონათესავნეო ჩემნო, სიტყვა ჩემი, დიდმა და სახელოვანო სკიპტრისა და პორფირის მქონებელთა შორის უმეტესად განთქმულმა მეფემან დავით, გულისხმობს დავით აღმაშენებელს.
დასცა და დაამხო ძლიერება თურქთა ნათესავისა და აოტა, ანუ გააქცია სამეფოსაგან მისისა. მიერ ჟამიდან აქამდე არ გაარა ჩენილარიან თურქნი და ცოდვათა ჩვენთათვის ყველად აღძნენ მძვინვარებად და მოარბიეს ტაო, ურიცხვი სულით ყვეყვეს და მოსწყვიტეს პირითა מחვილისათა. ეკლესია დასცეს, სიწმინდე შეაგინეს და ყველად გამზადებულ არიან ბოროტის ყოფად ქრისტიანთა და მოოხრებად. ანუ რა მოხდა? ეხლა მე აანალიზებს. მეფე შემცირებულ არს მძლავრობისაგან თათართას, ანუ მეფე დასუსტებულია. პირნი და თავნი საქართველოსნი განდგომილან, ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან და არავინ არს წინააღმდეგ თურქთა. და ეუბნება რომ მარტო ჩვენ დავჭითო რა. აწისმინეთ ჩემი ტომნო და ერთნებანო, შევკრიბეთ ყოვლითა ძალითა ჩვენითა და მიუმართოთ თურქთა. და არა მივსცეთ თავნი და შვილნი ჩვენი და არ განგვიწევებს ღმერთთან მისნი და აღფას მისნი და მოგვეცეს ძლევა მათთა ზედა ვითაცა მისცა მამათა ჩვენთა ძლევა მათზე. მოკლედ ივანე ჯავახიშვილი წერს რომ ორატორული ნიჭის საოცარი სიტყვაა რაღაც. და როგორი მოწოდება ერთიანობისკენ ყველაფრისკენ, როგორ ივანე ჯავახიშვილი წერს რომ ამ სიტყვების ავტორი თვითონ იყო ყველაზე დიდი სეპარატისტია. ხო, ნუ ცალკე სამთავრო აქვს, მაგრამ თვითონ არ შეუქმნია მამამისმა შექმნა და ეხლა ბექას მეტი რა უნდა ეკნა. საინტერესო ამბები ხდება მონღოლებთან დაკავშირებით. არ ვიცი, იცით თუ არა ეს ცნობილი ამბავი ალამუთის ციხის ალყისას რო ხდება. ალამუთის ციხე იყო ისმაილიტების სექტის ცენტრი. ისმაილიტების სექტა ეს არის 1066 წელს ჰუსეინ ალ-საბახის მიერ შექმნილი ესეთი ისლამური ერთ-ერთი სექტაა, უაგრესად გასამხედროებული და ცნობილი იყვნენ ისმაილიტები იმით, რომ თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს კლავდნენ. ევროპელები ეძახდნენ ასასინებს. ევროპულ ენებში დღეს ასასინი მკვლელს ნიშნავს. აი ამ ასასინების გამო. ასასინი არის დამახინჯებული ხაშაშინი. ხაშიშს ეწოდნენ ესენი და აქედან არის ჩვენ ქართველები ვეძახდით მულიდებს, მულიდი. და ვერავინ ვერ აიღო ეს ალამუთი, მონღოლებმა აიღეს ხანგრძლივი ალყის მერე. და ამ ციხის ალყაში ქართველებიც მონაწილეობდნენ. ოღონდ ჩვენი ჯარი ორად იყოფოდა, 6 თვე იყო ერთი და 6 თვის მერე მეორე ჩადიოდა. და იქ არის ესეთი სიტუაცია, რომ 6 თვე გავიდა, ქართული ჯარი არ ჩამოვიდა, მაგრამ ვინც იყო, იმან იმსახურა 6 თვე და ჩაღატანოინს ეუბნებიან, რომ გაგვიშვიო სახში. ჩაღატანო თქვა მე რა 6 თვე გავიდა, შემცვლელი არ ჩამოსულა, ჩამოვა შემცვლელი და წახო და ამაზე იჩხუბეს. და ჩაღატანო თქვა არ გაგიშვებთ. მეორე დილით ჩაღატან ახეს მოკლული. და დაისვა კითხვა, ვინ მოკლა? პასუხი იყო ქართველებმა. გუშინ ჩხუბი ქონდათ. წავედით ქართველები დავსაჯოთ. ამ დროს ერთი მონღოლი გამოვიდა, ჩარმაღან ნოინი, რომელმაც თქვა საოცარი სიტყვები თქვა. არ იქნებაო ჩაღატა ქართველების მოკლული. რატო? ქართველებს წესად არ აქვს მიფარვით კაცის მოკლო. მოკლავდნენ მომდომოდათ იქვე მოკლავდენო, რამე არ მოbrunდებოდენო, ეგ არ არის ქართული წესია. არ დაუჯერეს და დაიძრეს მონღოლთა ჯარი ქართველების წინააღმდეგ და ქართველი სარდლები შეიკრიბნენ და მათ შორის აი ეს გრიგოლ სურამელი ძალიან ცნობილი კაცი, ქართლის ერისთავი, მსახურთო ხუცესი და გრიგოლ სურამელი ეუბნება, რომ ომს აზრი არ აქვს, დაგხოცავენ ყველას. სადი ალამუთის ციხე აი აქ არის ელბურსის მთებში, აქ ახარ მონღოლების ალყა შემოტკმული, რა უნდა იბრძოლო, დედაბუდიანად დაგხოცავენ. აბა რა ვქნათო და მოდიო რა შევხვდეთო ჩვენო სარდლები 5-6 კაცი. და უთხრათო რომ არ მოგვიკლავს რა ჩვენ. თუ დაგვიჯერეს, თუ არ დაგვიჯერეს, მაშინ უთხრათ რომ ჯარს შეესვან და ჩვენ დავხოცან, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით იმ კარავში. დაეთანხმეს ხვების, ხო? ანუ თავი გაწირა ამ ხალხმა. და მონღოლები რომ მოადგნენ, ქართველები არიან დაჩუქილი და ლოცულობენ. მოწყალებისა კარი გაგვიღე კუთხევლო ღვთისმშობელო, ამას ლოცულობენ. მეთქობა მონღოლებისთვის ეს შოკი იყო, იმიტომ რომ ელიან ახლა ამ აბჯარში ჩამჯდარ ქართველებს კეთავენ ლოცულობენ. ანუ შეყომდნენ, არიციან რა ხდება და ამ დროს გამოვარდა კაცი დამალული და დაიძახა მე მოვგალიო ის ჯაღატაო და გაიქცა. დაედევნენ მონღოლები და დაიჭირეს ეს კაცი გამოათრიეს და კითხეს ვინახარო. ამან თქვა მე მულიდი ვარო. ციხიდან გამოვედი სპეციალურად რომ ერთ-ერთი თვენგანი მომეკლაო და გუშინ მოვგალიო ჯაღატაო. ჩემი ამოცანა შევასრულე და ვიმალეო. კაიო დაიმალდა რაღაც გამოხვედიო. მოყვა საოცარი რამე, ნუ ჟამთაღწერილი ასე წელს. მოყვა რომ ჩვენო მეო დამალული ვარო ამას ყველაფერს უყურებო და მოლოდნელად გვერდით ქალი გაჩნდა. თეთრში წაცმული სანდომიანი ქალი გაჩნდა და მეუბნება შენ ხო ვაჟკაცი ხარო? მე ვთხარი კიო.
მე რა ვაშკაცობაა შენგან ამდენი ხალხი რო იღუპებაო და აბა რა ვქნა დედოფალო რას მირჩევდა გადი და თქვი რომ შენ მოკალიო და გამოვედი მეო და თქვი რომ მე მოკალიო და აი როგორც კი თქვი რომ მე მოკალი რომ მიუტრიალდი ეს კალი გაქრაო ხა მე ვერ გეტყვი მონღოლებმა დაიჯერეს არ დაიჯერეს შეიძლება უთხეს ვიზია თქვენ ბევრი ჰაშიში მოციეთ ტიპის ბრალიაო ჟამთა აღწერილზეც რო ღვთისმშობელი გამოეცხადა და გადაარჩინა ქართველები კიდე ერთხელ ძალიან ცნობილი ამბავი ალამუთის ციხის ალყა აი ეს რაღაცები ხდება ამ მონღოლების დროს ძალიან არის საოცარი გმირობის მაგალითები და საოცარი ღალატის ამბებია ბათო ყანეთთან რომ მიდიან ბათო ყანეთთან ექს იმას დელეგაციას ხელმძღვანელობს ავაგ მხარგრძელი და მისი AGB ანუ მოდი ესე ვთქვათ ადიუტანტი არის დავით ახალციხელი ეხლა ეს არაფერს არ გეუბნებათ თქვენ მაგრამ მათი მამებია საინტერესო ვინ არის ავაგ მხარგრძელის მამა არის ივანე მხარგრძელი რომელმაც გარნისის ბრძოლაში გაყიდა და არ მიეხმარა შალვა და ივანე ახალციხელებს და ივანე ახალციხელის შვილია ეს დავით ახალციხელი ანუ მამებს ესეთი ურთიერთობა აქვს შვილები ერთად მიდიან და გზაში დავითი ეუბნება ავაგს რომ ეხლა ჩვენო ბათოსთან მივდივართ კაცმა არ იცის ბათო ვინ არის და რას იზამს და მოდი ესე ვქნათო რა შევცვალოთ როლებიო მე ვიქნებიო ხელმძღვანელი და შენ ჩემი AGB-ო ამა გეუბნება რატო? აიქო რომ ჩავალთ, ხო არ ვიცით ბათოს რეაქციაო და თუ გაბრაზდა და რაღაცა იტყვისო რომ უფროსი მოკალითო და მე მომკლავენო. შენ გადარჩებიო. დაფიქრდა ავაგი და უთხრა კაიო. ესე წავიდნენ. ჩავიდნენ იქ. შეხვდნენ ბათოს ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. ეხლა ბათო კი მონღოლია და მკაცრია, მაგრამ არ არის ეხლა ეს კაცჭამია და გიჟი და არაფერს არ შვება. და უკვე კი მორიგი შეხვედრა რო არის რომ მიდიან დავით მოუთხრა ავაგს რომ ხო ხედავო რომ არაფერი არ ხდებაო ბათომ კარგად მიგვიღო და მოდი ახლა დაუბრუნდეთ ჩვენ როლებსო და შენ შედიო წინო წავიდნენ წინ და რომ შევდიან ახლა ბათოსთან წინ ავაგი მიდის უკან დავითი და ახლა ბათო ხო სახეზე ორივეს ცნობს უკვე და ავაგს ეუბნება შენო გაგიჟდიო შენ ბატონზე წინ რატომ მოდიხარ ეს დავითი წარდგება და ეუბნება რომ ეგ არისო ბატონი და მეო მისი AGB-ო და ესე გავაკეთეთო. რატო გავაკეთეთო ბათო ეკითხება და აი ესეო და გაგიჟდა ბათო ესეთი ერთგულება არ მინახავს. ანუ წარმოიდგინეთ მამებს რა ურთიერთობა აქვს. ერთის მამა მეორის მამა გაყიდა ფაქტობრივად და შვილები ესეთი მეც უნდა ვაღიარო ცოტა გამხელილი ჯორია პირველად რო ვკითხულობდი ამ სიუჟეტს სულ მეგონა რომ ეხლა რაღაცა მოხდება აქ. არაფერი არ მოხდა კაცმა თავი გაწირა იმისთვის რომ ხო ანუ აი ესეთი ეპოქაა რა ერთი მხრივ არის კახათორელი რომელიც მიდის და მონღოლებს ეუბნება რომ მეფესთან ბრძოლაში მოგეხმარები და მეორე მხრივ არის ესე საერთოდ კრიტიკულ ვითარებებში ესეთია რა აი გალატიც არის და ერთგულებმაც არის და ეს მონღოლთა ეპოქა ძალიან მძიმე ეპოქაა იმიტომ რომ მოყვა ოქროს ხანას ქვეყანა არის უძლიერესი ვასკულებს ეთამაშება და დაინგრა დაიშალა ეკონომიკურად პოლიტიკურად მორალურად ნებისმიერი იმით დაიშალა, ხო? და აი ის კითხვა ყოველთვის ჩდება, რატო? აი რატო? და ყველაზე საყვარელი კითხვა დავით აღმაშენებელი ყოფილიყო მონღოლებს ხო მოუგებდით? არ ვიცი მოუგებდით არ მოუგებდით. ხო რა თქმა უნდა მონღოლები თავისთავად უზარმაზარი სამხედრო ძალა იყო, რომელიც იმ ხელა ტერიტორიაზე წინარუკა რო იყო ვერავინ არ გააჩერა. მაგრამ მეორეს მხრივ ესეთი კატასტროფული მარცხი ჩვენი ესეთი დაშლა არ ვიცი, ამიტომ არის მოსაზრება, რომ ხო რაღაცა შინაგანი პრობლემები ქონდა ეთქობა, ხო? და აი ამ ეპოქაში მოგვისწრეს მონღოლებმა. ანუ იმ მომენტში როცა ერთი საქართველო რაღაც მეორენაირად უნდა გადაქცეულიყო და აი ამ მომენტში მოგვისწრეს და ნუ მონღოლების 100-წლოვანმა ბატონებამ მოიტანა უმძიმესი შედეგი, რომლის აღმოფხვრას ცხადია ჭირდებოდა დრო და იწყებს გიორგი ბრწყინვალე ამას. ოღონდ ჩვენ გიორგი ბრწყინვალეზე ყოველთვის რო ვამბობთ, გიორგი ბრწყინვალე უმძიმესი ამოცანის წინაშე დგას. და გაერთიანოს ეს ქვეყანა. მე გითხარით, რომ ორი სამეფო კარია. აი წარმოიდგინეთ, გიორგი ბრწყინვალე ადის ტახტზე და ჩავიდა ქუთაისში, იქ შეხვდნენ ადგილობრივი ფეოდალები დასავლეთ საქართველოსი, უთხრეს, რომ შენ ხარ ჩვენი მეფე, ვაღიარებ ჩვენს პირველობას. და სამეფოში არის ორი აი დღეს რო იყოს და ქვეყანაში ყავს ორი შინაგან საქმეთა მინისტრი, ორი ფინანსთა მინისტრი, ორი საგარეო საქმეთა მინისტრი და ეხლა რა უნდა ქნა? ორი არ გჭირდება. აი რა ქნა არ ვიცით. ჩამოვართვა ვიღაცებს და ფეოდალურ სახელმწიფოში ჩამორთმევა ნიშნავს რომ დაამცირე. ნუ ტრად გადაიგირე, ამ გზით წავიდა.
შეიძლება, იმიტომ რომ გიორგი ძალიან კაცრი მეფეა, ეგრე ცივის თავზე დაიბარა ფეოდალები და თავები დააჭრას უყურეს. და აქ შეიძლება მთავარი კითხვა, რამდენად მტკიცეა ეს გიორგი ბრწყინვალის გაერთიანება. იქ მესხეთი რო შემოიერთა, იქ ბიძამისია მთავარი და იმ ბიძამის რა უთხრა? დამემორჩილები როგორც ყმა, თუ უთხრა რომ იცი რა შენთვის იქნები, მაგრამ მე ვიქნები უზენაესი. იმანაც თავის დიშვილს უთხრა, ხო? ანუ აქ ეს კითხვა არის, რომელსაც ჩვენ იშვიათად ვსვამთ, რომ გიორგი ბრწყინვალემ კი გაერთიანა ქვეყანა, მაგრამ რამდენად მტკიცედ არის ეს ქვეყანა გაერთიანებული? საფუძვლები რამდენად მტკიცე არის? არის ეს ისე გაერთიანებული, როგორც დავითმა გაერთიანა? ალბათ არა. ყველაზე დიდი უბედურება ის იყო, რომ ამ ეპოქას მერე სიმშვიდე არ მოყვა. ამას კიდე საშინელება მოყვა, რასაც ქვია თემურლენგი, რომელმაც კიდე ბოლომდე მოსპო მიწასთან. ქვეყანა დაინგრა, ეკონომიკურად დაინგრა. და ეკონომიკა თუ არა გაქვს, ვერაფერს ვეღარ აკეთებ რა. იარაღი არა გაქვს, ჯარს ვერ ქირავ, ვერაფერს ვეღარ აკეთებ და აი იმის აღმოფხრას, რაც დაიწყო მონღოლებიდან 100 წლოვან ბატონობას მინიმუმ 100 წელი მშვიდობა ხო კიდე ჭირდებოდა რა, რომ აღადგინოს. არ არის მარტო იმაზე საუბარი, რომ მეტექს ტაძარი დაინგრა და ხელახლა აღვადგინეთ. ის რაც დგას დემეტროდოს დროს აღდგენილი ტაძარია. აქ საუბარია ქვეყნის სისტემის აღდგენაზე. მეფის ხელისუფლების სიმტკიცის აღდგენაზე. აქ აღდგენაზე ერთიანობის. მე იმიტომ გავუშვი ხაზი, რომ 80 წელი ქვეყანა ცალკეა. 80 წელი ქუთაისში ხופმა ხალხმა იციან, რომ მათი მეფეს ის ქუთაისში და არა თბილისში. ეს მოქმედებს ყველაფერზე, ეს მარტივი არ არის და აი მონღოლებმა ძალიან სერიოზული დარტყმა მოგვაყენეს. ნუ სამწუხაროდ მე ჩვენი ისტორია ისე წავიდა, რომ ჩვენ ვეღარ მოვახერხეთ ფეხზე დადგომა და აი შემდეგ ჩვენ ვისაუბრებთ უკვე ირანზე და ოსმალეთზე, რომელიც მართლა უკვე კატასტროფა იყო. აი ჩვენთვის ყველაზე მძიმე არის მე-17 საუკუნე. მე-18-ში მე გამოდის უკვე ქვეყანა კრიზისიდან შედარებით. ძალიან მძიმედ გამოდის, მაგრამ გამოდის, მაგრამ აი მე-16 და მე-17 არის უმძიმესი საუკუნეები, როდესაც უკვე მართლა ფიზიკური არსებობისათვის გიწევს ბრძოლა და ეს იყო ძალიან მძიმე. თუ გიყვარს წერა, თუ გაქვს სათქმელი სამყაროსთვის და თუ გინდა რომ დაწერო წიგნი, მაშინ გვესტუმრე, აქ გვაქვს კურსები როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე მოზარდებისთვის, აქ გასწავლით წერას და გამოცემთ თქვენ საკუთარ წიგნს.